ვთხოვოთ ბატონ მალხაზ თოფურიას რომ შემობრძანდეს დარბაზში ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ პირველი საათისთვის ხდომა დავხუროთ ამიტომ ბატონ მალხაზსაც უნდა ვთხოვოთ რომ შემჭიდროებულ ვადებში შეძლოს თავისი სათქმელის თქმა. მოგესალმებით ბატონო მალხაზ, როგორ ბრძანდებით, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. თქვენს ხელთ არის გაფრთხილების დოკუმენტი, გთხოვთ მას მოაწეროთ ხელი. კალამი გაქვთ, დიახ. ამ გაფრთხილების ტექსტში წერია რომ კომისიისთვის განზრახ სრულახსნა განმარტების მოცემა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ისევე როგორც კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება. ბატონო მალხაზ, მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის, ყველა იმ ბრძოლისთვის, რაც თქვენ დაორგანიზეთ და ჩაატარეთ თავის დროზე და ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და დაგისვამთ პირველივე კითხვას და შემდეგ სხვა კითხვებიც იქნება. 2011 წელს თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ვეტერანთა იმ აქციის, თავად ვეტერანი ბრძანდებით და ძალიან ბევრჯერ იარაღით ხელში გიბრძოლიათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ბევრჯერ დაჭრილის ყოფილა საქართველოსთვის ომში. ბევრჯერ სამშობლოსთვის დაჭრილიც ბრძანდებოდით და აი ამ ღვაწლმოსილი წარსულის მქონე ვეტერანმა სხვა ვეტერანებთან ერთად დაორგანიზეთ თბილისში გმირთა მოედანზე 2011 წელს ვეტერანთა აქცია, რომელიც მე როგორც მახსოვს ამ დროს უკვე ოპოზიციურ ბრძოლაში მეც ვარ ჩართული, იყო მშვიდობიანი. მაგრამ რა დააორგანიზეთ, როგორ დააორგანიზეთ, რას ისახავდით მიზნად და როგორ განვითარდა მოვლენები ამის შესახებ რომ გითხრათ. გასაპროტესტები რატო და კი ბატონო, სამწუხაროდ დღემდე მოსახლეობას გონია ბევრი ადამიანებს რომელიც გულშემატკივრობს და გულშემატკივრობდა მაშინ დღემდე გონიათ რომ ჩვენ მოვითხოვეთ სოციალური დახმარებები და ვეტერანებისთვის რაღაც უფლებები. ხა მე და იმ ჩემ მეგობრებს ვიცი სუსაბრძოლო ნაწილის ვეტერანები ვიყავით მართლა ბრძოლაში და არა ის რომ თქვა ბრძანების ფურცელი ქონდა რომ სოხუმში ჩავფრინდი და ჩავაფრინდი. ნუ ორივეს თანაბარი უფლებები გვაქვს დღეს და არას მიგვაჩნია რომ ვისაც ორი ხელი და ორი ფეხი გვაქვს და ორი ყველა კიდური ადგილზე გვაქვს ხო? ცოტა უხერხულად მიგვაჩნია რომ აი ჩვენ მშობლებზე მეტი პენსია ავიღოთ, იმიტომ რომ აფხაზეთში ვიბრძოთ და ესეთი სოციალური მოთხოვნები ჩვენში არასოდეს არ იჯდა რა და მიუხედავად იმისა რომ მაშინ ძალიან გვიჭირდა სულ ყველა გამოყრილები ვიყავით, შევქმნით ვეტერანთა ესეთი არასამთავრობო რომ ერთმანეთისთვის მიგვეხედა, ნუ ეს მეტნაკლებად არ ძალიან გვიჭირდა, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა მხრიდან დაბლოკილი ვიყავით, აი არ დამავიწყდება ერთხელ სამი სოხუმელი ბიჭი იყო და წავიკითხეთ ვაკანსია რომ ის ოქროს მადანს რომ მოიპოვებენ ბრძოლების ვაკანსიაო და იმ წელს გიაყარყაროშმა წერილი გაამზადა კობადაყოფიას მიწერა რომ აფხაზეთთან დევნილი ხარ შეცოდა აიო ნაბრძოლი ბიჭებიო, კაი ბრძოლებიო, მაღალი ხარისხისო და იქნებაო აიყვანოთ ესენიო და პასუხიც არ მოგწერეს. ანუ ოფიციალურად გამოცხადებული ვიყავით ნონ-გრანტებად რა, ამას მე მოგვიანებით ვიტყვი მიზეზებს. ეხლა რამ გამოიწვია უცბად ეს თქვენ არ იფიქროთ რომ ამ შიმშილობის აქციას გეგმავდით და აი მოდი იმ კვირიდან დავიწყოთ და არა, ეს არის 25 დეკემბერი და ჩვენ ხელში აღმოჩნდა დაღუპული ვეტერანების სურათები. ეს ამ სურათების ისტორიას უფრო საინტერესოა ვიდრე ჩვენი აქცია რა და მოყვები ამ სურათების ისტორიას. ეროვნულ გვარდიაში იყო კუთხე, როდესაც ორტაჭალაში იყო, სადაც ეს დაღუპული ბიჭები, ომში დაღუპულ ბიჭებზეა ძირითადად არის სამაჩაბლო და აფხაზეთი და გვარდიელები. ქონა კუთხე და მოდივად კანდელი ენთო და ნუ აი რო შევდიოდ წმინდა ადგილი ვით იყო რა. უფრო მეცაც ვიტყვი, ამერიკელები რო ჩამოდიოდნენ და თქვა თავდაცვაში იცოდნენ რომ ესეთი რამე არსებობდა, სანახავად მოდიოდნენ ხოლმე. აი ძალიან ღირსეული ის იყო. კუთხე მოგვიანებით ეს შენობა შეიცვალა, გადავიდა, ნუ ჯერ თავდაცვაში, მერე ცალკე შენობა, ნუ ბევრად დაბალი ხარისხის როგორც ყველაფერი რა, უარესობისკენ წავიდა, თქვა დიდი გოსპიტალი იყო, გაქრა ეს გოსპიტალი და რაღაც როგორც ხდებოდა, ნუ აი როგორ ვთქვა, შევარდნაძის დროს უკეთესი, იგივე ვეტერანებზე უკეთესი რაღაც პაკეტი იყო და კიდევ უფრო გაუარესდა სააკაშვილის დროს, ეს კიდე ცალკე თემაა, შევადარებ ყველაფერს და
ამ სურათებმა 2008 წლისთვის დაინიშნა შედარებით კი არა დაინიშნა ის დაბრძოლი ვეტერანი და ის ერთ-ერთი ჩვენი აქციის თანამონაწილე დათო აფციური იმან ეს სურათები აღადგინა გააკრა იქ შემდეგ აფციური მოხსნეს და ჩამოხსნეს რემონტი კეთდებაო და რაღაც ხუთებს ჩაალაგეს და ელაგა ერთ ადგილას ეს რემონტის გაკეთდა ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სურათებს აღარ ეღირსებოდათ ღირსეულ ადგილას და იდო ამ ყუთში, მაგრამ იდო ხო, არავინ არ ერჩოდა. შემდეგ გამოჩნდა გვარდიაში ისეთი სარტალი, რომელსაც ეს სურათები ხუთებიდან ესე გადმოყარა, შუშებით, ჩარჩოებით, შუშებით და წიხლებით შედგა, რომ ესენი როდენდის უნდა მეყაროს აკო და ნაგავში წაკაძე გვარად, რავი არ ვიცი, მეტი კაპიტანი, ჯერ გვარდიას სარდლად კაპიტანს დაუნიშნა პატარა ბიჭი, ახალი ჯიში გამოყვანილი, როგორც ჯიში გამოყავდათ ახალი, გამოიყვანეს ჯიში ეს წაკაძის სახით და ის ყველა ნორმატივს ასრულებდა გმირის რა, გმირის ჭყალებს, სააკაშვილის გმირის ყველა ნორმატივს ასრულებდა. რამდენი სურათი იყო, რამდენი გმირის? 200 სურათი იყო, 200 ბიჭის სურათი იყო, კიდევ ვიძახის, სულ ყველა იქ ავარიაში მკვდარი და გულით მკვდარი, არც ერთი არ, სულ ყველა ბრძოლაში დაღუპულების სურათებზეა საუბარი. და მოკლედ ნაგავში გადააყრევინა რა. ვიტყვი რომ სააკაშვილო გაიმარჯვა, მან ნამდვილად გაიმარჯვა, იმიტომ რომ ვერავინ ხმის ამოღება ვერ გაბედა ერთი ოფიცრის გარდა, რომელმაც მოკრიფა ეს ისინი ჩავის მანქანაში ჩაალაგა ესეთი ოფიცერი კავშირდაბალი ჩინოსანი ზურაცი ჩვენ თანამებრძოლი ისაც ზურას იდამონიძე ამ ბიჭის ტრაგედია კიდე ცალკეა ალბათ არ მოვა ის კომისიაზე იმიტომ რომ მართლა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმები ამის გამო იქ რამდენიმე ოფიცერმა უთხოვა ბიჭო რა საკეთებ ხო იცი რაც მოგივა ახლა ის ოფიცრები ლოგიკურად ასრულებდნენ მაგრამ არ ახიცეულად ჩემის აზრით რა იმიტომ რომ ვიღაცას გული წყდებოდათ მაგრამ ვერ ბედავდნენ დრო იყო რომ თქვათ აი წაკაძემ რო თქვა და დამთავრდა რა მოიტანა ეს სურათები ჩვენთან ოფისში თქვენთან ოფისში სად ჩვენ კაკაბაძეზე გქონდა ოფისი ვინ იყავით თქვენ გია ყაყარაშვილის ვეტერანთა ლეგიონი იყო და მოიტანა ეს სურათები და აი ერთხმად შევთანხმდით რომ გადავწყვიტეთ რომ ეს ერთი ნაძირალა საქმე აი კიდე ვერ დავიჯერეთ რა რომ და გადავწყვიტეთ რომ მოდი წავიდეთ გმირთა მოედანზე წკინავს დეკემბერია ძალიან ცივი დეკემბერი 25 დეკემბერია წავიდეთ დავსხდეთ საშიმშილოდ და ვიღაცა გამოგვეხმაურება და დასჯიან ამ ავაზაკს რა მინიმუმ და ესე ვთქვათ მართლა პირდაპირ გაგებით 8-9 დღე ვეყარეთ იქ სამიანავს დაგვარბიეს არანაირი ყურადღება არა დიდი ყურადღება ყველა მხრიდან კამერები დაგვიყენეს ყველა მხრიდან ასეთკები რომ თუ ავტომატი არ ვიხმარეთ ვიშას ვერ მოვიცილებთ ეს ნომრიანი გარეწრები ყველა მხრიდან პლანს ხო არ მოწევ ეხლა ღმერთს შეშფიცავ ნარკოტიკი გასინჯული არ მაქვს მაგრამ ეხლა მით უმეტეს იქ რომ მოგადგებიან და თან რომ გამოწევენ თითო რომ რაღაც არ ვიცი მოგვისვეს იქ რაღაც მიკროფონიანი ჭყალებში ვეტერანები მოკლედ ყველაფერი იქნეს რომ რაღაცა მაგრამ არ გამოდის იმიტომ რომ კარგად ვიყავით ერთმანეთში დატრეინინგებული აი მართლა რა რომ იქ საჭმელი ახლა შიმშილობ და საჭმელი რატო უნდა მოიტანო იქ ხო და კიდევ ვიძახი ხა თან ისეთი ნაწილები ვიყავით სულ ყველა რა რომ მართლა ცხოვრების გამოცდილება მართლა ეს იყო თეთრი არწივი შავნაბა და დეშები ავაზას ბიჭები აი მართლა ისეთი ძლიერი მართლა დაომარი და ძალიან ხარს გვიჭერდა სოხუმელი ჩვენი თანამებრძოლები რა ისინი მოდიოდნენ ყოველ დღე რაღაც რამდენიმე კიდე პოლიტიკური პარტია რომელიც აი მართლა ადამიანურად მოდიოდა და ყოველგვარ იმის გარეშე და ეს ვერაფრით ვერ გავაჟღერეთ რომ იმიტომ კი არ ვზივართ რომ რაღაცას ვითხოვთ რომ მოგხედე და მაჭაბე და ეხა მე წამოვგორდები 92 წელს რომ ვიბრძოდი და ეხა დღეს შენ უნდა ამას არ ვითხოვდით ეს სირცხვილაფი მაჭრია მე კიდე ვიძახი რა ორი ხე მე თორე ხა დაღუპულის ოჯახი და დაჭრილი კიდე სხვა არ და ამაზე ცალკე ვიტყვი რა მოხდა და რა შეიცვალა რა ეს მართლა სათქო იმიტომ რომ ბევრმა საქართველოს დღემდე არ იცის რომ გონია რომ სააკაშვილი დაღუპულების და მე ზოგი იმასაც ამოსო არავის ძველები არ უყარდა ახლები უყარდა არა ახლები ჩვენს ძალიან ეზღებოდა 2008 წლის ბიჭები ისინი ჩემსაც ჩვენზე ძალიან ეზღებოდა რა იმიტომ რომ მეტი პრობლემა მქონდა ხო და მოკლედ ვერაფერს რომ ვერ გავაწყოთ ერთი დღეც არის და დილა არის უბრალოდ გათენდა 3 იანვარი ვერც ერთი კადრი ვერ აიღეს ესე ვთქვათ ჩვენი სამარცხვინო საქციელის ან ნარკოტიკების ან რაღაც დალევის თუნდაც იმიტომ რომ შიმშილობთ ხო ეხა კაცი რო იტყვიო საშიმშილო დავჯექდა ჩუბად თუ სუსნაობ აღარ არის რა ვაშკაცური საქციელი რა და მართლა შიმშილობთ რა ვიცი ხავართ მართლა ვიც ვერ გაუძლო წავიდა იყო რომ ფიზიკურად ვერ გაუძლეს და წავიდა შეწყვიტა შიმშილობა და თენდება ერთი დღე და ეს პრეზიდენტის ესკორტი ჩერდება იქ აღმართზე
უნივერსიტეტის მიმავალ გზისკენ ჩერდება და ეს მიკროფონიანი 1-2 ესე ვთქვა. კი ბატონო. ეთყობა სადღაც ნაკეიფარი მოდის და უცბად გაახსენა ესენი აქ კიდე ყრიან ან რაღაცა ეგეთი ალბათ და ვატყობ რომ სავარაუდოდ სურვილი ქონდა გადამოსულიყო და ჩვენ ახლა როგორც წარმოდგენ მივიდოთ და მიშა ბიძია ესე ცუდად აი რაღაცა და ის დაშ ვიღაცას თავში რაღაც სიტყვა და ჩვენც ახტაცებულიო ბიშა და წავიდოთ მაგრამ პირდაპირ თქვი მიკროფონით პირში ვეთქვი ყველაფერს ასაც ვფიქრობ მეთქი რა ანუ მიხვდა რომ იქ არ დახვდებოდა რა თბილი ატმოსფერო და პირდაპირ სიმართლეს ვეთქვით კაცო შეურაცხყოფაზე კი არ გადავიდეთ რაც ჩაიდინეს და ეს მის გარეშე არ ხდებოდა და ეს ეხა თავდაცვის სამინისტროს აკადრა ყველაზე მეტი ცუდი ხო გაგიგიათ რომ პოლიციელებს ვანო უყვარდათ გაწავიდა და აცემდნენ და ხალხ პრემიერს უხდიდა რამე და ესე იყო პოლიცია აწყობილი იყო თავდაცვა ეზიზღებოდათ რა ოფიცრები ეზიზღებოდათ ჯარისკაცი ეს სხვა მოვლენა იყო აი ხორვე ძალისმიერი სტრუქტურა აი ყველაფერი აკადრეს ყველაზე სადისტებს ნიშნავდნენ იქ სათავეებში და ყველაზე გაუგონარი რაღაც მეოთხე ბრიგადაში რაც ხდებოდა ომის მერე ის დაჭრილი ბიჭებთან რომ მოგიყვეთ ზოგს არ დაიჯერებთ რა სასჯელების სახეობები მოიგონეს არარსებული მანამდე გაგიგიათ ხელფასის 90% დაკავება 3 თვით ეს ნიშნავს ტრაფიკინგი რო აი ეს ხდებოდა მეოთხე ბრიგადაში თვითონ რომ 100,000 და 200,000 ლარ პრემიებს იწერდნენ იქ უფროსი ოფიცრები აი სანდო ოფიცრები ხო არ გონიათ ბიუჯეტის ხარჯზე იჭერდნენ ჩვეულებრივად იმ ჯარისკაცების ხელფასებს იწერდნენ მიუჯდიდან თელოცეულს 90%-იან დაკავებას და ის ხელფასი 100,000 პრემიას იღებდა ისე რომ ბიუჯეტს კაპიკი არ აკლდებოდა და ეს ჯარისკაცები რომელსაც თქვა 6 საათის მერე სახში წასვლა ეკუნდოდა და შაბათ-კვირა იმათი იყო 6 თვე 7 თვე ვერ გადიოდნენ ბაზიდან იგონებდნენ რომ შენ მორიგე ხარ და რაღაცებს უშჭიდან ახალ პოსტებს იგონებდნენ და რაღაცა წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი ხდებოდა ეს ყველაფერი რა აი დაუჯერებელია ასაც ვთქვი მაგრამ ეს მართლა ესე იყო რა უბრალოდ ჯარისკაცი არ არის ის ადამიანი რომ გამოვიდეს გააპროტესტოს რაღაც აი მართლა თქვა პოლიციას შეუძლია ეს უშრობის თანხმობა ჯარისკაცი არის ყველაზე დაუცველი ამ ქვეყანაში საერთოდ ეს ყოველთვის ესე იყო რა და მოკლედ გავაგზავნე დაუბრუნდები იმ თემას რომ და მიჭირს აი აქეთ-იქით ხვდები რა და წავიდა სააკაშვილი წავიდა და ცოტა ხანში მოცვიდნენ მოვიდა ჯერ პატრული უკან ვიღაც ჩავშჩა მოდიში წავიდა რას ნიშნავს ჩამოვიდა ეს არ ჩამოვიდა იდგა და რომ მიხვდა სად იდგა უნივერსიტეტთან აი ეს ვარაზისხევში ასახოში ჩვენ ხარეს ანუ მემორიალის ხარეს რა იცით რომ სააკაშვილი იყო მისი ესკორტი იყო რა ჩამებული და როგორც კი დაიძრა ის წავიდა მოდის პატრულის რამდენიმე მანქანა და გვეუბნებიან რომ ქალაქის იერსახეს ამახინჯებთ და ეს კარავი ის ხუთი სადაც სურათები და რამდენიმე გაშლილი გვაქვს რომ ვიღაცა მაინც მიხვდეს რომ რატომსი ვარ იმიტომ ტელევიზიაც ვერ აშუქებს მომხრე ტელევიზიებიც ვერ აშუქებენ ყველა საინტერესო ისაა რომ აი ვეტერანებს უნდა რაღაც ისულელებს ყველა ლაპარაკობს ჩვენ მაგივრად რა და რატომღაც გადაწყვიტეს რომ ჩვენ ლაპარაკის უნარი აი სამხედროს არ აქვს რა და ყველა ჩვენი გულშემატკივართ გამოდის და იმისთანა გძელძელებს არ წყავს რომ უსმენ და შეიძლება წრები წამოგიდეს მაგრამ ნუ სისულელებს ლაპარაკობენ ამ დროს ყველაზე უმთავრესი ხდება მეომრის ღირსების შელახვა ხდება იმაზე უარესი არაფერი აღარ არის წავიდნენ და კარგით დავეთანხმეთ დავემორჩილეთ პატრულს მანქანა მოიყვანეს ეს ყუთები საერთოდ ჩავალაგეთ ეს კაროები ავკეცეთ კაროები იმიტომ არ ქონდა რომ შიგნით შემძვრალიყავით ჩვენ ქუჩაში გვეძინა ყინვაში გვეძინა პირდაპირ და როწვიმდა და თო და ცელოფანს ვიფარებდით რა ერთი კარავი იდგა პატარა ეს კარავი ჩავკეცეთ ჩავდეთ და გავასუფთავეთ შევასრულეთ არა ეხლა აღმოჩნდა თქვენ აქ საძილე მეტომრებიო რაში ყინავდა მინუს 10-მდე ადიოდა ღამე ყინვა ესო საძილე ტომრებიცო აუშნოებსო ქალაქსო რა და ისო ქვემოთ რაც არის ეს დასაფენი საძილე დავეთანხმეთ რომ აუშნოებს ქალაქს ავკეცეთ და ეგონათ რომ რახან ესენი ავკეცეთ და წავედი მე და დავწექი რა მეთქი ამ მარმარილოზე კი ბატონო აუშნოებს რამდენ ხანიც გავძლებ ვიწვევი წავედი მომიწვრეს უყველა ბიჭები არც ერთ არ დაუხევია უკან არა თქვენც აუშნოებთ ქალაქსო რა აქ რო ხართო რა და არ უნდა იყოთო რა მოკლედ ამსობაში უკვე ამ ლაპარაკში მოვიდნენ ჩვენი მომხრები ირმა მოვიდა ინაშვილი ირაკლი მოვიდა ბათიაშვილი და უკვე კამერებიც გამოჩნდა რა და ცოტა მურტალის თან სულ ტელეფონზე არიან კავშირზე რა რომ ანუ ყველაფერში ვექვემდებარებით და ბოლოს არის საერთოდ ნუხართ აქ რა აი და ნუხართ რა აქ რა კაი არ ვიწვევით დავდგებით აი ყველაფერზე ვეთანხმებით რა და ბოლოს რამდენს ლაპარაკობენ რაღაცა ბძანება მიიღეს და დაიწყეს ჩვენი ჩატენვა რა ასე ვთქვათ რა
ხო და ნუ მაქსიმალურად ეხლა 10 დღეს ნიშნავს საჩატო. იმაში რომ წავიყვო დავგვაპატიმრო რა. ნუ მე ითქვა თუნდაც ქუჩას კვეტავდით რა, ნუ საერთოდ სასაცილო, მაგრამ ეხლა იმაზე უარესი რა უნდა მოყვი აქ ბიჭები რა, ესაც ყვებიან და ციხეში რა, ესაც ეხლა იმაზე უარეს მე ვერ მოვყვები, აქ არის მორალური ფაქტორი რა. ხა რა უნდა ერთხათ კი თავი მაესტრო 4 წელი გადიოდა ჩემი თავის თქმით იწყეოდა მაგაც საინფორმაციო ქუდი რა ხო და მანქანის კაპოტი მაგრამ ანუ არაფერი რა ანუ ხა რა უნდა მეზონდერია და მირთხა და რაღაცა ღერთა შეარგოს აი ეს ნარტყამი მაგრამ აქ იყო სხვა მომენტი რა ძალიან ბრუტალი მომენტი იყო რომ წაგვიყვანეს ну გაგვასამართლეს ტრადიციულად იქ ვიგვიყვანეს კაპეზეში ერთი ღამე ტრადიციულად გაგვასამართლეს და აქ მოხდა სრულიად გაუთვალის აი ბომბის გავარდნა იყო ნაციონალური მოძრაობის თავზე მოხდა ისეთი რამე რომ ანუ იქ ალბათ გაგხვევდნენ ცემაში მაგრამ არაფერი რაღაც კარგად ავართ ყველა არ გვირტყავენ მეორე დღე სასამართლოზე წაგვიყვანეს უნიკალური რამე მოხდა სასამართლოზე დარბაზში რომ ზივარ ну ჟავრდებული მოვიდა ჩემთან პატრულის თანაშემწე წამორა მოუწიოთო რა სიგარეტიო რა ხამიკვირდა გავხები თურმე ისა ჩემზე უთხრეს რომ ეს ყველაზე აგრესიული არისო რა და მოსამართლე განაჩენს რომ გამოაცხადებს რომ შეიძლება ხმაურიათ ეხოსო და გამიყვანეს და რომელჩით მოწევას წადი ახლა სახშიო რა ანუ გამარი და განაჩენის აი ძალიან ისეთი და მე მიზეს ვერ ხვდები თურმე გაუკეთებია იმ დროიდან აი მართლა მადლობა მინდა დღეს აი ამქიდან ამერიკაში მადლობა გადაუხადო ჯონ ბას გაუკეთებია განცხადება რომ ეს რა ჩაიდინეთ თქვენ როგორში ადამიანს რომელსაც ამ საელჩოს არასოდეს მახსოვს 26 მაისი არ გაუპროტესტებია მე 7 ნოემბერი არ და ნუ აი ეს იყო ნუ ნაციონალური მოძრაობისთვის ანუ მათთვის აი უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნვადან ну წაიშინეს თავში ხელები იმ წამსვე ნუ აი ყველანაირად რბილად რა ხო კიდევ ვიძახი მეორე დღეს სულ ყველა მიუხედავთ იმისა რომ სხვა ჩვენს ვითხოვთ 400 ლარიანს ძალიან გვიჭირდა ეკონომიურად სულ ყველას რა რო გვირჩევნია ჩავსვათ რა მაინც 400 ლარიანები მოგვისაჯეს ანუ ჩვენ ორკვირიანს თანახმა ვიყავთ მართლა გვერჩივდა რა აი სერიოზულად ამას ცინიკურად არ ვიცახი აი უკიდურეს მუშაობის საშუალება არ ქონდა ორკვირიანი პატიმრობა გერჩივნათ 400 ლარის გადახდას მაგრამ მაინც 400 ლარი მოგვისაჯეს და გამოგვიშოს გარეთ და თან ნუ ისე რომ იბრძანდით და აი საოცრება რა ესეთის დილობიანი პოლიცია დედამიწაზე მგონია რომ არ არის თურმე მე რა ვიცი რომ მათ რაღაც უზენაესი ის იყო მე არის ის ქალბატონთია ხა სასაცილო მე თქვენ მოგიყვეთ თქვენს მიერ ამ ამერიკის ელჩის მოყვანა ჩვენთან ოფისში მართლა სასაცილო ხა მე თქვენ გიყვებით იმას რა თქვენ გააკეთეთ არ მახსოვს ერთად მოვედით თქვენთან თქვენ მოყვედით ამერიკის ჯონ ბასი და არ მახსოვს ევროელჩი გამხდარი კაცი იყო მელოტი ის მოვიდა ნუ საბედნიეროდ ჩვენ ოფისში ყველა კუთხეში რამდენიმე მიკროფონი ქონდა ჩამონტაჟებული კამერებიც ჩვენც ისე დავდექით რომ კარგად ჩაეწერათ ყველაფერი და აქ გადაწყდა ჩვენი ბედი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რას ალბათ მე ცოცხალი ახლა არ ვიქნებოდი აქ გადაწყდა ჩვენი ბედი იმიტომ რომ ამერიკის თქვენ ესეთი რამე თქვით მაშინ რომ ამათო ელითო ძალიან ცუდი ბედია იმიტომ რომ ამათ უპოვიანო სხვადასხვა იარაღს და ნარკოტიკებს დიდი ალბათობით რომელიც რა თქმა უნდა არ გააჩნიათო და ამერიკის ელჩმა განაცხადა რომ აი თითეული ეს ვინც დარბევის მონაწილეა თითეული აგვიყვანა საკუთარ კონტროლზე. სხვა ეს ბევრჯერ მე ხვდება წვირწინ ეს ისა და ნუ კიდევ ამბობ რომ დღესო ცოცხალი ვარ აი ამ კონტროლმა რომ და ნუ ესე იგი ჩვენთვის ნარკოტიკის ჩადება და პადვალში ტანკის პოვნის თემა ამოიწურა რა ეხლა რამის თუ დავაშავებდი ვინმე პატიებდა მაგრამ იმას ვამბობ რომ ჩადება გამოიწურა ჩადება არ გახსოვთ ქალბატონთი აი შეხვედრა ეს იყო შეხვედრა მახსოვს მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ ჩემს მოწვევაზე მოვიდა ამერიკის ელჩმა განცხადება რომ გააკეთა მე ასეთი განწყობა დამრჩა რომ მისთვის რიაიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან დიდი ძალისხმევა გაწია ეს ხმამაღლა ყოველთვის უნდა ითქვას რომ ქართული ჯარი ბრძოლის უნარიანი თავდაცვის უნარიანი ყოფილიყო მათთვის ეს იმ დროს ყოველ შემთხვევაში გარკვეული წითელი ხაზი იყო ამიტომ ეს ინიციატივა მათ გამოხატეს უკვე ის რომ მან თქვა რომ კონტროლზე ავიყვან ეს ნამდვილად შემიძლია დავადასტურო ასე იყო და როდესაც მადლობაა სათქმელი, მადლობა რა თქმა უნდა ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ მაშინ ვეტერანისთვის იარაღი გეპოვნა, უკანონო და გეთქვა რომ ესენი შეიარაღებულ გადატრიალებას ამზადებდნენ და ფოტოებზე კი არ არიან განაწყენებული, ეს მარტივი ამბავი შესაძლოა ყოფილიყო. ამიტომ მადლობა მას.
მე მინდა რაღაცა გკითხოთ. თუ სწორად გავიგე რომ მითხრათ, სწორად გავიგე თუ არასწორად. თქვენ თქვით ესეთი რაღაცა. რომ სააკაშვილის ხელისუფლება ასეთი აზრი გაატარეთ. ჩემი სიტყვებით ვიტყვი. სააკაშვილის ხელისუფლებისთვის უფრო წმინდა იყო რა სიტყოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე იმ ვეტერანების და გმირების ფოტოები, რომლებიც კედლებიდან ჩამოყარეს და ზედ ფეხებით ირბინეს. ეს თქვით? არა, ეს თქვით, ამას განვავითარებ. ეხლა ამ აზრს რატო თქვი? იმიტომ რომ ეს შეიძლება ერთი ცალკეული გიჟი იყო, ხო? აი თქვა ბორის ძნელაძე რო ხატებზე დახტოდა, ხო? დაახლოებით თუ იგივე დაავადება ჭირდათ, ხო ამათ რა? ეს დღესაც გრძელდება. ეხლა მაგათი მთავარი იდეოლოგია არის ლაშა ბუღაძე და იმ დღეს დაწერა ადამიანმა ესეთი რამე სრულიად გარკვევით, რომ ჯარისკაცის მამაო არიო რაღაც ცხოველსა და ადამიანს შორის გაჭედილი რაღაც შუალედური არსება. ეხლა ბუხუთი ზაქარიაძე ჯარისკაცის მამა რო გეზიზღებ, ეხლა მალხასტოფურე რო შეიძლება გიყვარდეს, ხო? ეს საკითხა ლაშა ბუღაძე. ეს გამოაქვეყნა პოსტი ლაშა ბუღაძე, მე ხა მე ჭორაობა და ის არ არის ჩემი ეს ახალი ამბავია? ეს არის ახალი ამბავი. ნუ ის ისეთებს ამბობს, ეხლა ერეკლე მეფეზე და აღმაშენებელი შტაბ-მავლობებზე ისეთებს ლაპარაკობ, მაგაც პრობლემა არ არის, მაგრამ ეს პროგრამულია, მათ გონიათ რომ რაღაც ახალი მოიგოს, მაგრამ ეს სუნძისა დაწერილი, როდესაც ერის გადაგვარება გინდა, მათთვის სიწმინდეები, ეროვნული გმირები, მეომრები, ესენი უნდა გადააგო, ეს არის მთავარი რა და ამ გეგმა ზომიერად მიდიან და ამას უშო ეხლა ზოგს გონია რომ გაუნათლებლები არ არიან რა. სუნძი აქვს ერთ-ერთზე გადაწერილი, აი რასაც ლაპარაკობენ, აი პირდაპირ გეტყვით რომ შემიძლია და გადავშალო და ისე პროგრამულად მიდიან და მიზანმიმართულად რა. კი ბატონო, ბანო მალხაზ რა კი ამ თემაზე დაიწყეთ საუბარი. თქვენ ხომ არ გახსოვთ ვინაიდან ბევრი რამ დატრიალებულა თქვენ თავს და პოლიტიკურ საზოგადოებრივ პროცესში ყურადღებით იყავით ხოლმე ჩართული. მათ შეურაცხყვეს ქართლის დედაც. კი ბატონო, კი ეს რა ფორმით შეურაცხყვეს მე? ნუ ახლა სექსუალური ვნებები აღეძრა, თან ხანდახან ამბობს რომ მამათ მოვალია, მაგრამ ნუ მაინც აღეძრა, იმიტომ რომ ქართლის დედა, იმიტომ რომ ქართლის დედა უნდა ეს უნდა შეიქნა შეურაცხყოფილი. ეს ისევ იგივე მე ერთ-ერთი თავარი იდეოლოგია ვახსენე ამ შემთხვევაში. არა, ეს ნაწილია, მე ხა იმდენი შემიძლია ჩამოთვალო, რომელსაც ვერ ამჩნევს ხშირ შემთხვევაში საზოგადოება ამას როგორ მიზანმიმართვა და ამას ყველაზე მთავარს ვიტყვი, სიტყვა გმირი. ანწუხელიძის ქვეყანაში, აი ხა დღეს ვამოდიოდი აქ, რაღაცა მესიამო რა, ანწუხელიძე უკვდავია, მიწერილია რა. ანწუხელიძის ქვეყანაში. როგორ, აი რანაირად და გმირია ანწუხელიძე. ლაზარეს გმირი როგორ უნდა დაუძახო? რატო უძახიან პირდაპირ ვიტყვი? ანწუხელიძეს აყენებენ ამ სიტყვა გმირს აყენებენ შეურაცხყოფას. როგორ შეიძლება მამის დამჭრელი მუდმივად კაიფში მყოფი, თვალებ დაკრასკულ კაცს გმირი უძახო და ანწუხელიძესაც გმირს უძახი, ხო? ანუ გათანაბრებდა ხდება, თქვენ ვერ ხვდებით, აი ეს არის მაბადე რაღაცა ფსიქოლოგიური ცოდნა მიღებული მაქვს, საუნივერსიტეტოს ვიძახი და არა ის რომ რაღაც წინგნები მაქვს წაკითხული. მართლა მაქვს მიღებული რაღაცა ცოდნა რა და ნუ ოჯახშიც რაღაცა ცოტა მამისგან, ცოტა დედისგან რა და ეს იმდენად მიზანმიმართვა, უფრო მთავარს გეტყვით, აი ყველაზე ნათელ მაგალითს გეტყვით რა. გაგვტყით ეს, მოკლედ ეს გვიქნეს, ვეღარ დაგვიჭერენ, ეს გაიგეს და გადაწყდა ჩვენი ფსიქოლოგიური განადგურება. რა ხდება კავკასიის ეთერში? აკუბარდი ამბობს როგორ ცემეს ვეტერანები აბა და უძის ნათელაშვილი. ხო და სანამ მას მოყვები ჯერ ხო პირველი გაправება როგორ ცადესო ზონდერებს რატო ვაცემინეთ ვეტერანები ჩატარდა ნაციონალურ ერთ-ერთი ნაციონალის გთხოვთ გვარს თხოვთ დავასახელო ჩატარდა თათბირი და უნდა ითქვასო რომ მოდიო ეგ იმიტომ ვაცემინეთ ზონდერებს ისენიო ვეტერანებიო რომ ეგენიო მემორიალს აშარდავდენო ვაი წარმოუდგენელი სიბინძურე ხო აი უფრო მეცო ვერ მოიგონებს ამას ტვინი უნდა რომ ეს სოჭო დიჭიერება უნდა რომ ესეთ ბოროტება მოიგონო უკან არის ფეშენებული ტუალეტის დაცვის ბიჭები როდგანან იქ ყველაფერი აი ლამაზად გაკეთებულ და რატოღარ თურმე ვაშარდავდით ჩვენ ძმების სახელებს ვაშარდავდით და ბიჭაშვილებს მაშინ როცა თავად მათ სახელებზე და ფოტოებზე ფეხებით იხდოდა ხო მაგრამ ჩვენ ხო ვერ ვაჟღერებთ ამას ჩვენ ტრიბუნა არა გვაქვს და იმათ და ამისთვის სხვათა შორის ნაციონალებს შიგნითაც კი გაუჭიდათ ვინ იტყვის ამასო რა და ორადორი გამოდგა ესეთი რა მეზობლები არიან ერთმანეთს სხვა ჩვენს ბალავაძე ესეთი დეპუტატი იყო და ნუგზარ ციკლაური რა თან ნუ იმდენად უნიჭო ნუ ეხა ყველაფერს დედალი ღორივით ყველაფერს იკადრებს თუ ამორმა ჩვენო ვიტყვითო რა მას მერე ვიტყო რომ ბიჭო გამოდი ერთხელ თქვი რომ ტყუილი თქვი რა შეუნამუსო და აღარ შეგაგინებ არა იტანს ღორივით აი ხალადეც მასალა ხო არის იტანს ამ დინებას რა მაგრამ არ იხდის ბოდიში რა ისევ იმას აგწელებს რა თან 10 კამერა გვიღებდა მასალას დადებდნენ რამე რომ დაგვეშავებინა ბოდიში ბატონო მალხაზ მე თანდათან დრო და დრო იმიტომ
გაწყვეტინებთ, იმიტომ კი არა რომ რაღაც ვერ გავიგე. ჩვენ ხო ახალგაზრდებიც გვისმენენ. ციკლაური, რა ქვია ციკლაური? ნუგზარ ციკლაური. და რასაც ხადებს ეხლა? ერთი ნუგზარ ციკლაური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო. კი ბატონო. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სახე და მეორე ბატონი ბალავაძე. კი ბატონო. რომელიც ასევე იყო მინისტრიც, ასე მახსოვს მგონი. ხო, ნუ რაღაცა. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი სახე. ისინი თქვენ ამბობთ, რომ კონკრეტულ თათბირზე, როდესაც გაჩნდა იდეა, რომ რა დავაბრალოთ ჩვენს ვეტერანებს, სამხედროებს, მოდი ეს დავაბრალოთო და არავინ არ დათანხმდა ამის საჯაროდ დაბრალებაზე. და ამორმა თქვა რომ ჩვენ ბალავაძის და ციკლაურის გარდა. ხო. იმ თათბირს კიდევ ვინ ესწრებოდა? არ ვიცი, მე აი ეს ორი ესწრებოდა. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამა თავიანთ თავზე აიღეს ეს სიბინძურე, თან ხო, თან სასაცილო რა არის? ცალ-ცალკე ჩაწერეს და ორივეს ერთ ტექსტი ხო მიუტანეს, ეხა ეგენ დებილე მართლა ვერ იმახსოვრებენ ჩემის აზრით და ორივეს გაახსენდა იან გილანის ვაჟ ჩამოუხევია სადღაც ინგლისში, ოდესღაც დროშა და ორივეს ეს შემთხვევა გაახსენდა ჩვენ თავზე. რატომღაც ეხა იან გილანი დღესო ნუგზარ ციკლაურს კითხო ვინ არის ალბათ ჩელსის ფეხბურთელი გონია აზზე არ არის რომ ვინ არის იან გილანი დარწმუნებული ხა იმის ინტელექტს რო უყურებდა იმის ღრუტოს არ შეიძლება იმან იცოდეს იან გილანი ვინა მაგრამ ნუ გაახსენდათ რატომღაც ორივეს იან გილანი და ეხა რა კავკასიის ეთერზე ვამბობდი რა აი როგორი გაправება წავიდა აკუბარდია როგორც ცემეს ვეტერანი აბა ნათელაშვილი უზის გვერდზე და ისა რა და უცბად ნათელაშვილი გვიცავს აი დაცვას დაუკვირდით რა აი უფრო მეტი სიბინძური არ არსებობს რა ქვეყანაზე რა მიეტანათ ბიოტუალეტი და ხო აღარ მიაფსავდნენ. სააკაშვილი და რა ბიოტუალეტი რომ მე აღარ მიაფსავდით იმას ვეტერანების სახელმწიფოა. ანუ ის დაადასტურა, აი წარმოიდგინეთ რა ეშმო ყველანაირი ნასეთკური ის ჩაგვირთეს. აი ყველა ის ჩაგვირთეს, ყველაფერი. სამწუხაროდ ობიექტივის გარდა აი ობიექტივში დავდიოდით და ყოველ ვიფხანდით გულს პატარა ისკო და არ მოგვეცა საშუალება მაშინაც კი კიდევ ვიძახი ხო ჩვენი დამცველებიც კი იმდე სისულელს ლაპარაკობდით ჩვენზე რომ ეგეთ დაცვა საერთოდ ხმა არ ამბობ. კომედიაში გარდა კავკასიისა არა იქ რუსთაველზე და იმედზე უკვე დახაჩაღებული იმედზე არა იქ ვეტერანი ნიშნავს დახვრეტას რა ნუ სირცხვილი და ეხა მინდა ყველაზე მთავარი ვთქვა რა აი ყველაზე მტკივნეული და აი წლებია მტკივა და მესიზრება ხოლმე რა ეს იყო აი ყველაფრის აპოგეა სტუდენტებს ხვდება სააკაშვილი რა და ეხლა აი კამერა საიდან მიღებს რა რომ აი ვიცი რომ ეხლა წამოგორებულია აი ქოსი პირში უგდებს და ან ხითხითებს ან და მიყურებს რა აი ზუსტად ვიცი და მინდა მას მივმართო რა ამ სტუდენტების შეხვედრაზე მან თქვა აი წარმოუდგენელი რამე რა ჩვენი გვეკიდა საბრძოლო დროშები ეს იყო შავნაბადას დროშა არწივის დროშა გვეკიდა კონფედერატებისთვის წართმეული აი დიდი მეთაურები ჩეჩენი მეთაური არ მინდა ეხლა იმათი ხელმოწერებით ბრძოლაში მოპოვებული დროშა და ეს დროშები გქონდა იქ რომ ჩვენ სიამაყეა და ერის სიამაყე მარტო ჩვენი არა ტროფეი ის ქართველების ტროფეი დროშებიც და ჩვენი საბრძოლო დროშებიც და სტუდენტებს ხვდება ნუ მას ხო საოცარი იუმორი აქვს რა და ეხლა მიშა ხო მისმენ რა და მოისმინე რა რაც მინდა გითხრა და სტუდენტებს ეუბნება ეს რამდენიმე სტუდენტმა სხვა ჩვენს დარბაზს ვაგვიდეო თავი ჩაქინდრა იმიტომ რომ იმ სტუდენტებშიც ხო ზოგს ქონდა დაიქრინჯნენ როგორც სააკაშვილი აი საოცრება თქვა რა რა თქვა ტრუსიკები ქონდათ გამოფენილი ამ დროშებზე იძახის რა სუ ტრუსიკი და ლიფი რო გეჩვენება შეავანტყოფო არ ჩემ წინაპარს და არ ჩემს თავმავალ სამშობლოს დაცვა არ დომებია და არ მოუწევს რა შეხარ ბებუთოვის თავმავალი აი მეფე ერეკლესო მეზარბაზნები არ აყავს ისახარ შენ და შენი გენიც ეგ არის ბლიანად ის კაკებეშტიკი ბიცა შენიანად რო იცოდე რა ბიშა რა აი გახარ შენ რა ხო და აი ეს მოგვაყენა ეს წარმოუდგენელი აი წარმოიდგინეთ რომ თურმე ტრუსიკებიც გავფინეთ იქ აი და რას თა ტრუსიკი რას დაარქვა საქართველოს თავარ ღირსებას კიდევ ვიძახ საბრძოლო დროშებს რა კარგად იცო რა რასაც ამბობდა მაგრამ ხონდა გავენადგურებინეთ ახალგაზრდობის თვალში ხო ვეტერანი უნდა მოეკლა აბსოლუტურად გაენადგურებინა რომ ესენი ადამიანი ვეტერანს ვინჩივის ობეგ თქვი ჯარისკაცებს 2008 წლის მერე რა დღეში იყვნენ იმიტომ ბატონო მალხაზ მოდით ასე გავაკეთოთ მე ჩემთვის არ დაგიმალავთ შთამბეჭდავია რომ ამდენი წლის მერე უარყოფითად შთამბეჭდავს გულისხმობ რომ და მე უნდა ცოტა ხანში გთხოვოთ რომ თქვენი დამსახურებები ახალგაზრდებს უთხრათ იმიტომ რომ თქვენ და თქვენ თანამებრძოლებს ძალიან დიდი წვლილი გაქვთ იმაში შეტანილი საკუთარი სისხლის ფასად რომ დღეს საქართველოს კიდევ საქართველო ქვია და მადლობა ღმერთს რომ თქვენნაირი ბევრი ყოლია ამ ქვეყანას და მომავალშიც ეყოლება დამსახურებებზეც უნდა გითხრათ სამხედრო დამსახურებებს გულისხმობ ესე იგი ჩემთვის ნეგატიურად შთამბეჭდავი ის არის რომ ამდენი წლის მერე თქვენ სამხედრო პირს ვეტერანს ნაბრძოლ ადამიანს
რომელსაც სისხლი დაუღრია, მერე ჭრილობა შეხორცებია, ეგონა რომ არ გადარჩებოდა და გადარჩენილა. დღესაც გაქვთ უმაღლესი მაშინდელი მთავარსარდლის მიმართ ვეტერანკაც. ამხელა, მოდით ასე ვიტყვი, აგრესია და წყენა. ზიზღი პირდაპირ თქვათ რა. მე არ ვალავ მის მიმართ, იმიტომ რომ ის როგორც ცინიკურად დაგცინოდა ამ სტუდენტებთან იდგა და აი როგორ გვათახსირებდა, იცი რომ წესით, აი რა ვიცი, შვილებს. ბატონო მალხაზ, მოდით 2008 წლის ომზე თუ იქნებით თანახმა ორი სიტყვა რომ თქვათ, თქვენი პროფესიული თვალსაზრისი. კი ბატონო, ძალიან მარტო. სხვა წევრები დასვამენ კითხვებს. თქვენ როგორ ფიქრობთ? იქიდან გამომდინარე, რაც უკვე თქვით. თქვენ თქვით ასეთი რამ, რომ სააკაშვილმა ჯარისკაცი ბოლომდე დააკნინა და რეალურად ეს ყველაზე ისედაც დაუცველი ჯგუფი კიდევ უფრო დაუცველი გახადა და თითქოს ასეთი აზრი გაატარეთ, რომ პოლიციელი, უნდა ვთქვა ეს ჟარგონი მაპატიოს ყველამ, თავზე დაასვა სამხედრო პირებს. კი ბატონო. თქვენ ეს სხვა სიტყვებით ალბათ, მაგრამ ეს აზრი თქვით ნამდვილად. ხომ არ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, აი ამ აზრის და მიდგომის ერთ-ერთი მყირალა დემონსტრაცია, როდესაც ჩვენ აქ მოსმენები გავმართეთ და ვნახეთ, რომ ჯარი სამხედრო პირების პროფესიული აზრი სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა არაფრად არ ჩააგდეს და რეალურად 2008 წლის აგვისტოს ომი მართა ვანო მერაბიშვილმა და მისმა მოადგილეებმა და პოლიტიკოსებმა. ეთანხმებით თქვენ ამას? შეიძლება ქალბატონთეცა ესე მარტივად კი ან არას პასუხი არ იქნება ჩემს. კი არა, უბრალოდ ამას ვსვამობ და ამის გარშემო რა შეგიძლიათ? ძალიან კი შემიძლია დასაბუთებით თქვა, უფრო მძიმესაც ვიტყვი, იმიტომ რომ ბოდიში ბატონი სოზარი ერთვება მე მგონი. უბრალოდ მეტი დამაჯერებლობა გქონდეს თქვენს. მოდით მაშინ მე ისეთ დოკუმენტალურ დამაჯერებლობას ვიტყვი. შეიძლება ქალბატონმა თეამ თქვა, წეგან და მე გადავედით სხვა თემებზე, არ გიპასუხეთ იმ კითხვაზე. რამდენიმე სიტყვით რომ ჩვენ ვიცით, ვინ ხართ, ვინ არის მალხაზ თოფურიად, რა გაკეთებიათ ამ ქვეყნისთვის. რამდენიმე სიტყვით სანამ შეაფასებთ, მანამდე რომ მოყვეთ თქვენს შესახებ. სადი ბრძოდით როდის და ასე მე ვიცი რომ თქვენთა გამოხსნაში. რომ ლაზარემ არ იცის და ხომ და გავაგებთ. კი ბატონო, არ არის პრობლემა. ეს გამოხსნაში თქვენი მონაწილეობა, ბრძოლებში თქვენი მონაწილეობა, თქვენი ჭრილობები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე დამაჯერებლობა შესცენს იმას, განათლება რაც მიგიღიათ პროფესიულ თვალსაზრისით, რომ მე თქვენი შეფასებები უფრო დამაჯერებელი იქნება. კი ბატონო, მე სადღაც ივნისის თვეში 92 წლის ივნისის თვეში შეუერთდი გადავწყვიტე, როდესაც უпростоრეთ მანამდე 90 წელსაც კი თქვა ცხინვალში ქორულიანი თოფები და რაღაცა რო იყო ფაქტიურად ყველაფერში მონაწილეობა მაქვს, მაგრამ ოფიციალურად შავნაბადას ბატალიონს ეს ხდება ზაფხულში და 14 აგვისტოს მოგეხსენება დესანტირება ხდება კობალაძის ხელმძღვანელობით და გადავდივართ. ეს პირველი ქართული წარმატებული დესანტია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდე გემის კაპიტანი გზაში ჰაერში არმისული ნაპირთან დაგვიჭრეს ამ დესანტის მონაწილე ვარ, აი ესეთი რაც შემიძლია გამოყო, კიდე იყო რამდენიმე ბრძოლა, ნუ სოხუმის დაცემა ეს ტრაგედია, არ ვიცი ხა იქ არის, აი რუკაზე რომ მოვნიშნოთ, ვერა მანძილიც გავიარე, ალბათ ნუ ეხა რო უკვირდები ალბათ იმ მანძილს გავლას შვიდობიან პერიოდშიც კი ჯანმრთელად ვერ შევძლებდით ამ შეერწყურვალმა, იმიტომ რომ კოდორის ფეხით გადავლა ეს ერთი არის, მაგრამ კოდორამდე რომ მივსულიყავი 27-ში ღამით, 26-ში ღამით სოხუმის დაცემის წინ გიამ თავის უახლოესი ყარყარაშვილზე არის საუბარი. თავის უახლოესი სამი ბიჭი, რომელიც გვერდზე ახდა და მე როგორც რაღაც ასევე მისი ახალი თავისთან გადამიყვანა, ანუ შავნაბადიდან აგვიყვანა და არც ვიცოდი მთელი ომის მანძილზე სოხუმის თავზე იყო სოფელი ოდიში. და ღამე აქედან აუცილებლად ჩამოვლენო და რო იგრძნონო, რომ ვიღაცა დგასო რა, უბრალოდ და ნუ რაც შეგვიძლია, ნუ იქ მინამეტის წვიმა იყო, ნავთქორწნების წვიმა იყო, აი რაღაც ჯოჯოხეთური ღამე იყო და რო გათენდა უკვე ცოცხალი ძალა წამოვიდა და ერთი-ორი კიდე გავისოლით და ნუ გავაჩერეთ, იმიტომ რომ აქ ვიღაცები არიან და კიდე საარტილერიოის წამოვეთ უკან ვეღარ დაუბრუნდით სოხუმში, იმიტომ რომ სოხუმი უკვე დაცემული დახვდა, უკვე ისენი იყვნენ და მოგვიწია ტყე-ტყე სიარული.
ძალიან დიდხანს მოგვიწია ტყე-ტყესიარული ბოლო შტაბი სადაც ყოფილა იქ ჩამოვიდა უკვე აღარავინ აღარ იყო და ისევ ტყეში შევედით სანამ კოდორის ხეობაში შევიდოთ ანუ კოდორამდე რომ ვისულიყავ ერთი კოდორი გავიარე მე კოდორში ბოლომდე ვიარე აბსოლუტურად შეერწყულმა თოვლით წამოვიდა მშიერი აი მართლა ფიზიკურად არ შემეძლო და როდესაც უკვე ნაღდსვანეთში ანუ არა აფხაზურ სვანეთში საკენიდან რო გადავედი ხო რო გადავედი ეხლა რატომაც ყველა არიდებდა რომ ზუგდიდი არ გაევლოთ და ქუთაისს და ეხლა მე არაფერი ზუგდიდთან მოსარიდებელი მithumetes ნათესავები მყავდა და რაღაც სატვირთო მანქანა ჩადიოდა ხეთყით დატვირთული და იმ მანქანაზე ვეღარ დავდიოდი ფიზიკურად ვეღარ დავდიოდი მართლა ვიძახი და ამ მანქანაზე დამსვეს და ჩავედი ზუგდიდში და ნუ იქ ნაცერკი ვიღაცაებმა შენ ვისკენა ხარ რაღაცა იყო მაშინ ეს პოლიტიკური მომენტი მაგრამ ნუ ახლა ესე იგი ბანომალ ხაზზე თქვენ იბრძოდით ამას ყვებით არა ნუ იმსეთ ნიშანდობ ტერიტორიული მთლიანობის ყველა ომში მიღებული გაქვთ პირველ ომში აგერ ცხვირი მიკერებული მაქვს ეხლა სასკოლკამაჩში აფხაზეთში იბრძოდით ტერიტორიული მთლიანობისთვის და სოხუმის დაცემა 16-17 მარტი ხო და აი ბატონო სოზარმა არ ვიცი საიდან და თქვა ჩემი ტყვეების გაცვლაზე და აქ რო არ გავიხსენო აი რამდენად ბინძურე აქაც აი როგორ შეიძლება 92 წლის ომში ტყვეების გაცვლაზე და მაინც ნაციონალური მოძრაობა ვახსენო მაგრამ არ გამოდის სხვანაირად 16-17 მარტის მერე ძალიან დიდი ჯოჯოხეთი მოხდა ეს იყო ყველაზე ძლიერი გამარჯვება იმიტომ რუსული საინფორმაციოებიც კი აცხადებდნენ რომ სოხუმი ავიღეთ და ვერ აიღეს მაშინ აი სასწაული მარცხი განიცადეს ჩვენმა артиლერიამ რაღაც სასწაულები ჩაიდინა და ძალიან დიდი მსხვერპლი ჰქონდათ რა იქით ამხარეს ძალიან დიდი მსხვერპლი ჰქონდათ და გაიზარდა აგრესია იქ ჩარჩელი მოხუცი ხალხის ხოცვა დაიწყო აქ არის რომ შურიზიების მიზნით ვიღაცა მიდის და რომ ომში არ უქნია ღმერთს მიდის და მოხუც კლავს ეთნიკურად ქართველს თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში ორმხრივი იყო და ძალიან ბოროტება და რა თქმა უნდა არა ადამიანურია ამაზე არც ამაკლავ და გადაწყდა აფხაზებთან მოლაპარაკების საფუძველზე 300-ზე მოსახლეობა გაგვეცვალა და რატომაც გადაწყვიტეს რომ მე გავეშვით ამ გაცვლაზე ქალბატონი ინა გოგოსაშვილი ესეც ჟურნალისტია ის გაომაყოლეს პაატა ზაქარიაშვილი ნუ აი ყოველთვის თავში და ესეთი გულიანი ადამიანი მაგამ ბავში და ესეთი ნუ არ ვიცი ეგრო არ მოლაპარაკებაზე გაგიშვეს არა აბა უკვე სოფელ ადამიანები რომ მეძება და იმ გემში შემეკრიბა რა გასაგები ეს თუ დამიჯერებთ ომზე უარესი იყო იმიტომ რომ თქვა მიდიხარ ოჯახში ადამიანს პირდები რომ ხვალე წაგიყვან და მე მიდიხარ და ლოგინში ჩაწყრიული ხდება ის მოხუცი და შეუნდა დამარხო იმიტომ რომ ნუ აი ვიღაცამ შური იძია რომ გაიგო რომ მიმყავდა იქ ისეთი სენტიმენტალური სცენებიც ვნახე რომ აფხაზი მოვიდა ჩუმად და ერთ ოჯახსო ჩვენთან სარდაფში მალაო იმათ იციან რომ იმათ შვილი იბძვისო და სარდაფიდან წამოგვიყვანა პირდაპირ ოჯახი და რაღაცა ის საშინელი მე იყო ხშირად რომ არ გიჯერებდნენ რომ ის გავცელდა ჭორი რომ გემშიო ჩაგვსვავენო რომ ჩვენ დამარხვით არ იწვავენ და ჩაგვძირავენო და მე მომიწია იმის გახსენება რომ 4 წლის ასაკში ბებიაჩებს ყავდი წაყვანელი რაჭველი ბებია მყავდა ჯაფარიძე და აი გუდაუთაში არის ახალსოფელი ყველაზე მეტი მოხუცი სადაც იყო რა ეს რაჭველების სოფელი და იქ მიმიყვანა და გავიხსენე ის 4 წელს ვიყავი და იქ ერთი ადამიანი გავიხსენე თვალი ქონდა დაზიანებული ის მიზეზი მახსოვდა და რო თქვი აი გახსოვთ მეთქი 4 წელს ბავშვი და მე დამიჯერეს რომ აი ისა ვარ 4 ხარაშიც ვიყავი სხვა სვანური იქიდანაც რამდენიმე მოხუცი წამოვიყვანე რამდენი წამოიყვანეს 300 მოხუცი გადაარჩინა 300 და ნუ მოკლედ ოიქთან დაცვა დამყვებოდა და იმიტომ რომ ხშირად იყო სურვილი რომ ვიღაც მივეხვრიტე რა და იმდენად არ მეშინოდა 5 აფხაზი დადიოდა სოხუმში შეთანხმება ესე იყო რომ ერთი წუთს რამე დამართნო და მე უნდა დავხრიტილიყავი რა და აი პირიქითაც რა თქმა უნდა ხო და ნუ აი ეს ნუ ჟანდაბას მაგრამ ამ მოხუცებთან ურთიერთ ტრაგედია იყო მახსოვს პიცუნდის გამგებელი ვიღაცა ნაძირალაგი გამომენთო რომ გრუზინი რაღაცა და ფიზიკური ჭხუბი და რაღაცა ნუ ჯოჯოხეთო ეს გასაგებია მადლობა ამისთვის არა ბრუნდები სოხუმში და ფსიქიურად მართლაც უდათა ვარ წევარ ლოგინში და ის სოსო მარგიშვილი იყო ღმერთმა აცხონოს იმისული პრეს-ცენტრის უფროსი აი ყოველდღიურ თვინს ინფორმაციას გაძლევდა და ტელევიზორი გვაქვს ჩართულია ტელევიზორი და უცბად გია ბარამიძის ინტერვიუს უყურებ ყვება რა სირთულეები გადახტა ამ 300 ადამიანის გამოყვანაზე და ეს სოსო გაგიჟდა და პატაცი ხუთვარდები და მოიყვანეთო რა აეროპორტში იძლევა ინტერვიუს მოიყვანეს და გეხვეწებითო რა ეხლა თქვენო ფეხებზე კიდეაო და მეო დოკუმენტურ ფილმს ვიღებ გია ბარამიძეო რა სამომავლოდ მეო ვინ იყო ამ დროს გია ბარამიძე დეპუტატი
მაგას სხვადასხვა ეტაპები ერთხელ თქვა რომ შევარნაიც ერთგულ ჯარისკაცად მოკვდები, მაშინ ჟვანეს ერთგულ ჯარისკაცად კვდებოდა და დღეს რამდენიმე ეტაპში ჟვანეს ერთგულ ჯარისკაცად კვდებოდა ის მომენტი ქონდა. ხო და დოკუმენტურ ფილმს ვიღებდა რომ ესენი ბიჭო არ გწხვენიან და მეთქი გაანებეთ თავი, ანუ აი რა უნდა უთხრე ხე ეს წაქცეულ ადამიანს რომ თავის თავზე დოკუმენტურ ფილმს იღებს და იბრალებს რაღაცებს რა. ბოლო-ბოლო ნუ რა შორს წავალთ ეხა გუნჩი ყავდა ერთადერთი მართლა ნაომარი კაცი და ნათელმირონი და ცემაში მოაკვლევინათ ეხა რაზე გვაქვს ლაპარაკი? ყობა დავითაშვილზე. მართლა ყობა იყო თავიდან ბოლომდე ჯარისკაცად, აკობში რო იჯდა, ისეთი ჯარისკაცი იყო. ბევრმა არ იცის ესა, რა ცხონებული. ყობა იყო სანგარში რო იჯდა, ისეთი ჯარისკაცი. ხო, მაგრამ სააკაშვილის როგორც დაადგინა სასამართლომ, სააკაშვილის დავალებით ხო და მაგას ვამბობ, ერთადერთი ნაომარი მეგობარი ყავდა გუნჩი და ისაც ცემაში მოაკვლევინა მეთქი. ნათელმირონი და ისაც ცემაში იმდენად ვერ იტანდა ხო გეუბნებით ეს მეომარი მაგისტვის იყო აი ყელში გაჩხერილი რა ეხლა დაუბრუნდეთ 2008 წლის აგვისტოში თქვენი კითხვა ქალბატონთია რა თავდაცვას ქონდა რამდენიმე ეტაპი რა სხვადასხვანაირი ეტაპი მინისტრიდან გამომდინარე აქ ხო არ იყო რაღაც საკანონმდებლობა აი მინისტრის ხასიათიდან იყო გამომდინარე რა ორჯერ განიცადა ძალიან მძიმე წმენდა, ანუ საკადრო ოფიცრებისგან გასუფთავება. ეს იყო პირველი გასუფთავება, რომელიც ჩაატარა ბარამიძემ, მერე ჩაატარა ოქრუაშვილმა და ნუ დათაახლაიან, საბოლოოდ დაამთავრა, სხვა შორის ძალიან სასაცილო, აი სასაცილო ტრაგიკულად სასაცილო თორე ხა ეს შავი უმორში თუ გავა. ბოლოს დათაახლაიან, ბაჩუახალაიან შეკრიბა ყველა პოლკოვნიკი და ის ოფიცრების სენაკში ჩაიყვან და ვიღაც სერჟანტებს ატარებინებდა მათთვის, როგორ გითხათ რაღაცა ჯარისკაცებს არ ბედინებდა და რაღაცა ესეთ ვარჯიშებს და ბოლოს ერთ-ერთმა ოფიცერმა, ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა მოხუცმა ამ 20 წლის სერჟანტს უთხრა რომ შვილო ეგო არასწორად გვაკეთებინებო ეგრე არ არისო და მე ამ წიგში ვარ მაგ დასავლე ამ სერჟანტმა უყვირა და მაგ წიგნის ავტორი ვარ გენაცვალე აი ბარტლავიძე ხე დაახლოებით ესეთი რაღაცა ხდებოდა და ნუ ჩვენ ძალიან ბევრ ჩემი თაობის ოფიცერს ნახავთ სასწაულს რა რომ სამხედრო რომელიც 20 წელი იფსახურებს აქ სამხედრო პენსია ეს არის 500 ლარი ნუ უფრო გარდა იმ პენსიისა სამხედრო პენსია ჩვენ ვერცერთი ვეღარასოდეს ვერ ავიღებთ ეს გამოუსწორებელი პრობლემაა ამ პენსიას და ნახავთ ესეთ უცნაურობას რომ ადამიანს 3 დღე აკლია 20 წლამდე და წერს განცხადებას და მიდის ჯარიდან ანუ ეს რა იყო არ ვიცი აი როგორ 6 თვე 5 თვე 4 თვე 3 დღე 9 დღე აი ესეთი დღე ნახავთ უამრავს არა მაგრამ ისი მინისტრობის დროს ხდებოდა ეს ახალაია გააკეთა ბოლოს ესა რომ პენსიას ვეღარასოდეს ვეღარ ავიღებთ იმიტომ რომ ნუ იმ სტაჟში ვეღარ შეასრულებ ეხა აღარ აქვს უფლება მსახურის და არა მარტო ეს რამდენიმე ბრძანებულება არის კიდე და 2008 წელს რაც შეეხება მოდი ჩემ პირდაპირ ვიწრო სპეციალობით ვიტყვი რა ეს არის სამხედრო პიარი და სამხედრო ერთ-ერთ უძიმეს დანაშაულზე ვიტყვი ეხლა რა პრეს-ცენტრი თქვენ მოგეხსენებათ რომ უკვე წაგებ 2 დღის მერე ომი დამთავრდა ფაქტიურად ჯარისკაცები ყველაფერი აი უბედურებად დამთავრდა ხელი ის ბრძანება მივიღეთ ეხლა მე პირადად მეგობრებთან ერთად ვიყავი სანამ თბილისში შემოხვალ ასახვევი არის და ორი რა ქვია წიწამურთან კი არა ორი სამხედრო ნაწილი გვაქვს მცხეთასთან ასახვევიას კავშირგაბმულობა და ის იყო სამედიცინო ნაწილი რა არა ქვემოთ არა პირიქით ზემოთა მხარეს რა ხო მაკეთა მხარეს ოღონდ მცხეთამდე ხო და ნუ იქ იმდენი იარაღი არავის არ მოუკითხია მე ეს იარაღი შევაგროვეთ რაღაცა და ძალიან ბევრი გვაქვს და გადავწყვიტეთ რომ რუსები თუ თბილისში წამოვლენ ხო აუცილებლად ორ ნაწილს ზურგში არ დაიტოვებენ და იქაც ამოუხვევენ და გავაკეთეთ ჩასაფრება იქ და ნუ მოგვივიდა მე მოვიდა ერთი არ ვიცი ვინ არის მართლა და ეხა ყველაფერი იარაღი შეაგროვეთო ისევ დაალაგეთო და წადით სახლებშიო რა ანუ ნუ აკეთებთ ანუ კაპიტულაცია არის ესე ვთქვათ ვინ მოვიდა ბატონო არ ვიცნო მართლა არ ვიცნო ოფიციალური პირი იყო აი წარმოიდგინეთ რომ ესე გაწოლილები ვარ თელ სიგრძეზე ხო მესმის მაგრამ მას ქონდა უფლება თქვენთვის ეს ბრძანება მოეცა ამაში არ ჩვენ ქონდა უფლება რომ ჩვენ ჩასაფრება გავგეთ ჩვენით გავაკეთეთ თქვენით გააკეთეთ როგორ ძველმა მეომრებმა კი ბატონო ხო და თან ყველანაირი შეიარაღება გქონდა რა აბსოლუტურად იმიტომ რომ მართლა ის ხო მაგრამ დავით ბაქრაძემ ხო გითხრა ყველას რომ ფიცლები გაქვთ თოხები გაქვთ გამოდით პირველ დღეს იყო და მესამე ხო მაგრამ ანუ კი მაგრამ ეს მივიღეთ ყველამ რომ უნდა ჩვენ თავი დაგვეცვა ამიტომ მე ბაქრაძის განცხადება მაშინ არ მქონდა მოსმენილი ჩვენ თუ აპირებდით ყველა ამის გაკეთებას და სხვა ჩვენს გია ცდილობდა რა როგორმე რაღაც ორგანიზება მაგრამ არ ყარყარაშვილი კი ბატონო და კობას ქონდა კიდე მცდელობა და ნუ შენო საერთოდ მაგაზეც პრობლემა შეიქმნა რომ შენო რაღაცო ავტორიტეტი თუ გვიშლი ხელსო თუ რაღაც ნუ სასაულები ხდებოდა და
ხო და ყოვალაძეს ხო და რაღაც სასწაული ანუ ვიღაცები რომ ჩართულ ებრძოლათ ხო იმის საშუალებაც მაგრამ ეხლა რატო ყვები ამას ტელევიზორში გძელდებოდა აღვირახსნილი კომპანია რომ ჩვენი ჯარი უტევს უკვე ლამის გადავიდა ქეციკით უკვე ჯავა გავანთავისუფლეთ ზნაური გავანთავისუფლეთ გვირავს ვაკონტროლებთ და ეს არავინ არ კითხულობს ამას რატო ხდებოდა ეს და ამას აკეთებდა ეს უნდა გაეკეთებინა, ეხლა ვამბობ, ვის უნდა გაეკეთებინა და ვინ აკეთებდა. თქვათ, აქ ბატონი გოგავა რო იჯდა, გოგავა საუბრობდა გენშტაბის სახელით, მაგრამ გენშტაბი და თავდაცვა სხვადასხვა არის. პრეს-ცენტრი უნდა ეხემძღვანელა პრეს-ცენტრს, თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრს, რომელიც თავდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაშია და ვინას მოწონს თუ არ მოწონს, ძალიან კომპეტენტური ხელმძღვანელი ყავდა, მაშინ პენსეც ნანა ინცკირველი, ესეთი ჟურნალისტი იყო და რომელსაც კურსები გავლილი ჰქონდა და ძალიან ისეთი გოგო არის, რომ არ ეშლებოდა, რომ იმ ტყუილებით, რომელსაც კურსები ქონდა გავლილი. ამერიკული კურსები ქონდა გავლილი, როგორ უნდა საომარ მოქმედებებში, როგორ უნდა იმოქმედოდა რა. როდესაც შენ მოსახლეობას ატყუებ ეხლა და რა მიდიოდა ძირითადად, რომ ჩვენ უტევთ ეს ქალაქი ავიღეთ, იქით მივიწევთ, აქეთ მივიწევთ და ეხლა ამ ტყუილს ერთადერთი რა აქვს დადებითი, რომ ერთი დღე თბილისში უხარია ვიღაცას, რომ დედა რა კარგია, ხო? მაგრამ მეორე დღეს ის სიხარულიც თავდება. ვინ ტყუდება? რუსის დაზვერვა გაბაშვილის ინფორმაციებზე ხო არ გოკა გაბაშვილმა აიღო ხელში, ანუ თავდაცვის პრეს-ცენტრი არ გააკარა. აიღო ხელში ეს თავიდან ბოლომდე და ბოლომდე აგრძელებდა ტყუილებს ჩვენ წინსვლას. ამით მან უზრუნველყო ბევრად მეტი ქართველის დაღუპვა, ბევრად მეტი უძრავი თუ მოძრავი ქონების არ გამოტანა, იმიტომ რომ ერთადერთი სანდო წყაროა მისთვის თქვათ რომ უყუროს ტელევიზორს და აიუბნევიან რომ შენ კარგად აღარ და შენ ქალაქს ჩვენ ვაკონტროლებთ და შენ სოფელს ნუ გაიქცევი, ყველაფერი კარგად არის. ის ვერ ხდებოდა, ხა მე არ ვამბობ რომ გაბაშვილი ბოროტებად იყო, ნუ ხა სიკეთეთ არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ესეთი ბოროტიო ბევრი ხალხი დახოცილიყო, მაგრამ ნუ მისი უნარჩვევები მათ ხო ყველას მიაჩნდათ, ყველაფრის სპეციალისტი იყო, მაგრამ მისი უნარჩვევები ახლოს არ იყო იმ ბოროტებას და რა მიმართულებითაც ის პრესს ამუშავებდა. ეს ერთ-ერთი სახე თქვი. ერთ შესწორება შევიტანე. გოკა გაბაშვილმა აიღო თავის ხელში, არ იქნება მართალი, იმიტომ რომ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა. და ხო, ნუ რა გადანაწილება მოხდა, თქვა ლოჯისტიკაში უგულავა იყო ჩართული და რაღაც, მაგრამ ეხლა როგორი თემა მინდა თქვა რა. თქვენ ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ ამ კომისიას. ძალიან ძვირფას ინფორმაციას მოგაწოდოთ. ეხლა რომელიც არის გამზადებული, დაპაჭკული და დანომრილი. 2013 წელს ალასანიას მინისტრობის დროს თავდაცვაში შეიქმნა სამხედრო კომისია, რომელმაც შეისწავლა 2008 წელს გამოცემული ბრძანებები. და მარტო სულთა ბრძანება, ანუ ჭორაობაზე არ არის იმანის თქვა და იმანის დამავალ არა. ქაღალდზე დაწერილი ბრძანებებია, თავდაცვის მინისტრის ბრძანებები, მისი მოადგილეების ბრძანებები, სხვა დეპარტამენტის უფროსების ბრძანებები. და იკვეთება ძალიან ბევრი დანაშაულებრივი, აი სრულიად გაუგებარი ბრძანება. მე მაგალითად შემიძლია მოვიყვანო 1-2 მაგალითად, მე ამ კომისიის წევრი ვიყავი. და ეს დევს ყველაფერი და რატომაც არავინ არ იყენებს ამ იმას, მე გთავაზობთ რომ ეს მოიკითხოთ, ეს დააპაჭკული ბრძანებები, ვახტანგ კაპანაძის ხელმძღვანელობით გენშტაბის უფროსი ის იყო მაშინ. ბანო ალხაზ, თქვენ ვიცი მე რაზეც საუბრობთ, მე არ ვარ დარწმუნებული რომ გრიფი იყოს მოხსნილი ამ დოკუმენტში. ხო, არა, გრიფიც აიდუმლოთ. ამიტომ თქვენ რასაც იტყვით ბრძანეთ და ამ ფარგლებში რომ კანონი მაინც გრიფს სხვანაირად უყურებს, ხო გახსოვთ? კი ბატონო, მე არ სარგებლობ და იქიდან არც ერთი მაგალითი არ მომიყვანია, იქიდან იმ საბუთებიდან, თუმცა ნუ არის ესეთი ინფორმაციები, მაგალითად, ყოველთვის არასოდეს უბრალოდ ლოგიკურად სახელიდან რომ არ უნდგარიყავი, მექნება კითხვა კოდორიდან რომ გამოდიოდა ნუ ალბათ სწორად რომ თქვათ ჩავაბარეთ კოდორი არ ვიცი ხა არ მინდა ეს ჩემი შეფასებები და როგორ ვერიშოვა მთელმა ჯარმა ერთი ღერი ასანთი რომ ის იარაღები და ის აწყობები რომელიც სავსე იყო უძვირფასეს ტექნიკით ერთი ღერი ასანთი როგორ ვერიშოვეს როგორ არ შეკითხვა მაქვს ფოთში როგორ არ გამოჩნდა ერთი ადამიანი ახლა ფოთი არის მრავალწლიანი აი მაგარი ქალაქი არის და ძალიან მაგარია რომელიც ის ხამერები რომელსაც გასაღებიც კი საკეთში ქონდა და როდესაც მიშაყვება რომ ის თავი გუნავა თუ ვიღაცა მაიმუნი რო ყავდა იქ პოლიციის უფროსი იმან რუსის ჯარი რო გააჩერა ამ პერიოდში თან დიდხანს ვერ შემოდიოდნენ რუსები გუნავა აჩერებდა ხო როგორ არ მოიძებნა ერთი ბძღოლი რომ დამჯდარიყო და კერძო სახლებში გადაეყვანა ეს ჯიპები ეს უძვირფასესი ხაბერის საბრძოლო ჯიპები ჩააბარეს ოკუპაცია როგორ არ მოიძებნა ერთი ადამიანი რომელმაც ამერიკელების მიერ ნაჩუქარი ძალიან ძვირფასი სწრაფმოვალი კატერები სხვა ჯიპებზე დალაგებული მიქონდათ რუსებს მერე დაეკოქა და პალიესტომის ტბაში შეეყვანა როგორ არ გამოჩნდა ერთი ხო ეს იყო გადაბარების არა მარტო ეს არ იყო მარტო დამარცხების ტერიტორიები ეს იყო
გარკვეული ქონების გადაბარების ოპერაცია და ბოლოს ერთი და მთავარი რახან მეკითხებით 2008-ზე ყველაზე ძიმე ბრალდება ალბათ სააკაშვილის რაც აქ მისჯილი სულ გადაამრავლო ერთმანეთზე ამას ვერ გადაფარავს რასაც მე ახლა ვიტყვი ტალავინის კომისია რა რომელიც დღემდე ბოლომდე თარგმნილი არაა და ნუ ახალგაზრდებს გონიათ რომ ამ ჩიორებმა და გაბაშვილებმა და იმ კანდელაკებმა ისეთ რამეს მოაწერეს ხელი სამშობლოს კლასიკური ღალატი იყო რუსეთის სასარგებლოდ და ეხლა უნდა ვთქვა აი ღალატის უმაღლესი ფორმა რა რაც შეიძლებოდა ჩაედინათ რუსეთს როგორც ქვეყანას ხელი აქვს მოწერილი ბევრ რამეზე რუსეთს ხელი აქვს როგორც ამერიკის დიდ ქვეყნებს არ აქვს ბევრ რამეზე კონვენციებზე ხელი მოწერილი იმიტომ რომ ვთქვა ავტომობილ ბომბას ვისვრი იძახს რუსი ხო საქართველოს იმ ქვეყნებს ვეკუთვნით რომელსაც ყველაფერზე ხელი მაქვს მოწერილი ოღონდ ვინმე სადმე წავიდეს იმაში რა ქვია რაღაცა შეკრება საზღვარგარეთ და ყველაფერზე ხელი სხვაჭოს ხელი გვაქვს მოწერილი რომ იმას რა ქვია კოსმოსს ატომისთვის არ გამოვიყენებთ ამაზეც ხელი გვაქვს მოწერილი რა და რა ვიცი კიდე დესანტნიკი რო გადმოხდება მტრის დესანტნიკი სანამ მიწაზე არ დაჯდება არ უნდა ვესრულოთ იმიტომ რომ ის უფლებები ირღვევა რაღაც სისულელებს და რისი თქვა მინდა ტალავინის კომისია მუშაობს და უცბად გამოიკვეთა რუსეთის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული რა იმიტომ რუსეთს ამ კომისიის შედეგად ყველაზე მძიმე დანაშაული აქვს არაადეკვატური ძალის გამოყენება რაც აი ყველაზე ცუდი რაც უწერიათ საუბედუროდ ამ დროს ოკუპაცია ხო ჩვეულებრივი და უწერიათ ესეთი ძალიან არ უწერიათ უბრალოდ წერენ ესეთ რამეს რომ რუსეთმა ჩაიდინა ეკო დანაშაული ეს არის ბორჯომის ხეტყის პარკის დაწვა აქედან გამომდინარე რუსეთს მოუწევდა როგორც ხელმომწერ ქვეყანას ეკოლოგიურ დანაშაულის არჩადენაზე რამდენიმე მილიარდის არ ვიცი ზუსტად თანხები მაგრამ მილიარდებზეა ზანდი თანხებზეა როცა ხელი გადახდა საქართველოს სასარგებლოდ და უცბად რიგრიგობით ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი გამორბიან ყველა არხზე ყველა მიკროფონთან და აცხადებენ ეს რამეს არც თქვა კეხვის არც თამარაშენის არც ერთი სოფელი არ გახსენებიათ რაც ქვის გროვას ეძახდნენ მადლობა წაღვერის მოსახლეობას რომ მათ არ გათქვეს ჩვენ რო იქ ტექნიკას ვალავდით და რაღაცებს ვინახავდით იმ წამდან ტალავინის კომისიას ეს მასალა წარედგინა და ნუ არ ვიცი წარედგინა თუ არა ეხლა უტრიებ ზედმეტი მომდის მაგრამ რა სიმართლესაც ვამბობ ის რომ რუსეთს ბრალდება ეკო დანაშაულზე მოეხსნა იმიტომ რომ როდესაც შენ მწვანე საფარს იყენებს საბრძოლო მასალების შესანახად და ეს სამხედრო სამართალში ესე არის იმ წავსვე თავისუფლება მანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს მოუხსნეს აი ეს უმძიმე საიდან იცით რომ ტალავინის ეს თავის პროექტში ეწერა და მე ამოშალა მოდი პირდაპირ ეს გაშუქდა ალბათ ტელევიზიით თუ საიდან იცით სამხედრო სპეციალისტი არის სამხედრო სამართლის ეს აი ეხლა იურისტები ბრძანდებით მე არა ვარ ისეთი და სამხედრო სამართალი კიდე ცოტა უფრო სხვა კუთხით არის და რაღაც ნიუანსებია და ერთ-ერთ ადამიანმა ძალიან კომპეტენტურმა აი ხა გთხოვთ რომ გვარს უნდა ამასახელებინებთ და გეტყვით აუცილებლად ვინ არის და ძალიან მაღალ ჩინოსანმა რომელიც ჩართული იყო ჩვენი მხრიდან როდესაც ეს და უცბად გაქრა შემდეგ ეს და ვცადეთ მოგვეკითხა აღმოვაჩინეთ ერთადერთი მიზეზი რის გამოც ეს ტალავინის მაგიდიდან გაქრა ის ყველაზე მძიმე ბრალდება რაც შეიძლება მაშინ კუთვით წარდგენოდა ბატონო სოზარ კითხვას თუ დასვამთ და უნდა ბოლოსკენ წავიდეთ ბატონო მალხაზ თქვენ თქვით რომ ბატონი ბასის ამერიკის ელჩის მეშვეობით თქვენ გადარჩით ნარკოტიკების ჩადებას იარაღის ჩადებას თუმცა ყველა ვერ გადარჩა იქ თქვენთან ერთად იყო იქ ახალგაზრდა ბიჭი ჩვენი თანამებრძოლი ძალიან კარგი ბიჭი ძალიან გვინდოდა მოგვეწვია კომისიაზეც მაგრამ დროის სიმცირის გამო ვეღარ ვახერხებ ჩვენც ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს დასაკითხი შოთიკო იამანიძე შოთა იამანიძე დიდი შოთა იამანიძის დიდი ფეხბურთელის და ჩვენი სასახელო ადამიანის შვილიშვილი და ჩვენი მართლა უერთგული თანამებრძოლი და რამდენიმე სიტყვა იქნება აი რა მოხდა კი ბატონო შოთიკო იამანიძე იყო ის ახალგაზრდა რომელიც ყოველდღე ჩვენთან იყო აი ყოველდღე ჩვენი მეგობარი იყო მიუხედავად იმისა რომ ასაკობრივი სხვაობა აი ძალიან დიდი იყო ფაქტიურად შვილისტოლა იყო ხო შოთიკო ბევრად 20 წელი პატარაა ჩვენზე ყოველდღე ჩვენთან იყო აი სულ ჩვენთან იყო და ჩვენი დაჭერა რომ აღმოჩნდა შეუძლებელი შური ხო უნდა ეძიათ
და ნუ უახლოესი აი ესეთი ადამიანები ვინც კი ჩვენ გვერდზე ჩდებოდნენ ვარდებოდნენ ხიფათში მე ბევრ მეგობარს ვერ იდებოდი მაგ პერიოდში უკვე რომ ვიცოდი და შოთიკოს ნუ წარმოუდგენელი რამე ჩაუტარეს ეხლა ვინ შოთიკოს იცნობს შოთიკო და ნარკოტიკი ნუ იმდენად წარმოუდგენელია კი არ ჩაუდეს უფრო უარეს ჩაიდინეს დააკავეს და დაკავებსაც ნებსი გაუკეთეს და შემდეგ წაიყვანეს სისხლის ანალიზი აუღეს და კიო სისხლში ნარკოტიკი თან მესმის თქვა მოსაწევზე რო კიდე რა ვითომ აი ეხლა წარმოუდგენელი და 7 წელი მიუსაჯეს და განსაკუთრებულად სასტიკაცებდნენ რა შოთიკოს რა რომ იმიტომ რომ ჩვენთან მეგობრობისთვის ეხლა თავარი სააკაშვილმა კიდევ ამბობ დანიშნა მოკვლევა როგორ გავიგეთ ჩვენ და როგორ მოხდა სურათები იმ ვიჩრა დაემართა რა იმ სიდამონიძეს ზურა სიდამონიძეს დღემდე ფსიქიური პრობლემები აქვს და დღემდე ფიზიკური პრობლემები აქვს რა ფსიქიური არ მაგრამ ფიზიკური პრობლემები აქვს დღემდე ისეთ იცემეს და ბოლოს იპოვეს ვაჟაფშაველაზე თან ვერ იჭერდნენ წარმოიდგინეთ იმიტომ რომ იმ დღეს ხო განთავისუფლეს სამსახურიდან რომ გაიგეს რომ ამან გაიტანა რომ დაეჭირათ ხო შეიძლება ბას თემას მიბოდა მიუხედავად ისა რომ ის აქციის მონაწილე არ იყო და ის ერთხელ ცემეს და ვაჟაფშაველას ზეგლიო ზუსტად იმის უკან დააგდეს უგონოდ და მენაგვე ქალმა წაიყვანა მე ვიღა ტაქსის ძღოლმა ნუ ნახეს ხა ისე ეცვა რომ არ იყო თქვა ვიღათ ლოთი რომელიც თქვა დათვრა და დაწვა იქ და ნუ აი ხერხემალი და დღემდე დაზიანებულია ეს ბიჭი ფიზიკურად განადგურდა ეს ამით არ დამთავრდა ამის მერე ნუ ისეთ საშინელება ხდება რომ ვერც ვიჯერებ რა ვამბობ რომ შეიძლება შემთხვევით იყო რომ მისი 8 თვის მეუღლე ფეხწიბე მეუღლე მისი 4 წლის ბიჭი და ის უცბად რატომღაც მათსახში იჭრება გაზის რანაირად გადაიჭრა გაზის შლანგი და ნუ შემთხვევით რაღაცა ეს ახერხეს და საავადმყოფოში მიყავთ ანუ გუდავდნენ თელ ოჯახს მაგრამ ნუ შეიძლება ვერ ვიტყვი ხლა რა ეს ისეთი რამე არც გამოძიებული არაფერი მაგრამ ნუ ის რომ ვინც ჩვენთან ახლოს გაივლი და მე ყველა გვერიდებოდა უკვე და ჩვენც ყველას ვერიდებოდით იმიტომ რომ ნუ ვიცოდი რომ მე რომ ვინმესთვის და ამერიკა თქვა თავდაცვის სამინისტროში და რომ ერთმა ოფიცერმა მახსოვს ახალწელს დამირეკა და მილოცავს ახალწელს რა და გინება აუტეხე რომ მეთქი მაგვალს დაგიბრუნდა რავალს მეუბნევიოდა და ხა ის ვერ ხვდებოდა რომ იმ მოლოცვით მეორე დღეს დაიბარებდნენ და გადატეხავდნენ ხერხემალში რა და აი ესე დღეში ვიყავით რა წარმოუდგენელი თითქმის ყველა გერიდებოდათ ბატონო მალხაზ სწორად მახსოვს თქვენ 2011 წლის დროს უკვე გადამდგარი ხართ ახალი სახალხო დამცველია ხო მაშინ ვინ იყო სახალხო დამცველი არ ვიცი არც გვინახია არც გინახავთ ამ დროს გიორგი ტუღუშია უკვე ხო ასე 2011 წელს მოვიდა გნახათ აქციას არა მართლა გვინახავს ხა მის დასკვნაში ხო არ მოხვდა თქვენი არა ეს ისეთი ის იყო რომ ვიღა ჭუჭყიანი ხალხი ქუჩაში ეყა და ვინ იყო ვეტერანებზე ამბობდნენ ამას ნუ ეხა სხვათა შორის ქალბატონია მე 26 მაისს დარბევა რომ მოხდა ირაკლი ბათიაშვილს ვახდი ეხა დიდად იმ პოლიტიკურ ჯგუფს არ ვწალობდი ირაკლი ჩემი მეგობარია და ნუ ვიცოდი რომ დიდი ხიფათი ელოდა და ალბათ იცით ირაკლის ისტორია ბევრმა სასაცილოდ გახადა მაგრამ ის სასაცილო არ იყო რომ შემოწვიდნენ ბათიაშვილის და ღმუოდენ და აი ეს დამპალი კიბე ვნახეთ სახურავზე და გადავდეთ და ნუ ირაკლი გადავიდა კიდე ერთი ბიჭი გადავიდა და ის ძალიან ცუდი კიბე იყო რა ძალიან არასაიმედო და გაწყდა ერთ და ისედაც ახლა სიმაღლის მოყვარული არა ვარ და ვეღარ გადავედი მე ვეღარ გადავყევი რა და ეს კიბეც ნუ გადმოვიტანო ვერ მივხვდარიყვნენ რომ იქით და სულ გადავტეხე სულ შენობიდან შენობაზე გადავიდით ამ კიბით ხო და რატო ყვები ხა ამას რატო ყვები და კარგა ხანი ჩემი დაკავება ვერ მოხდა უпроსოდ კარგა ხანი კი არა ვერ მიპოვეს ესე ვთქვათ მოვახერხე რაღაცა მოვიგო ისეთი არ არის საინტერესო და უკვე რომ გათენდა და უკვე რომ ტრიბუნებს აწყობენ და პარადისთვის ემზადებიან და რომ შემოვიდნენ უკვე სნაიპერები რომლებიც სახურავზე ჯდებიან ხო შემეშინდა რომ თუ ნახავდნენ სნაიპერი შეიძლება მართლა ეფიქრათ რომ ტერორისტი ვარ ვიღაცა ან ნუ მიზეზი მიეცემოდათ რომ აი სახურავზე სნაიპერი ვნახეთ და ავდექი და წყნარად ეს ჩამოვედი და გამოვედი აი მაშ ფოიეში კინოთეატრ რუსთაველის ფოიეში გამოვედი და ვიღაცა ნუ ეხლა რაძნაი საცნობი ვიყავ სველი სუ და ტალახია და ეს ჭუჭყები მიკრული რაღაცა იმიტომ რომ ისეთ ადგილას ვივალებოდი რომ პოულობდენო ხო და მოწყურებული ეთქობა დაბალი ხარისხის ზონდერები იყვნენ და არ მოუწიათ ვიღაცების ცემა და აუ ნახეს რა უცად მასალა ხელები უკან შემიკრეს და დამიწყეს რთმა რა ნუ ეხლა რა მოხდა მე იმდენი ხა დახოცეს ხალხი და ნუ მირტყავენ რა და ამ დროს შემოდის პატრულის უფროსი იყო თუ მოადგილე არ ვიცი ბერეტიანი ბიჭი იყო რა ჩვენ დარბევაზეც ერთ-ერთი აქტიური იყო ისა და რომ მირტყავენ ხო ეს გაწია და რომ შემხედა და უი ეს ის არისო და აღარ დაარტყათო რა
ხო და ნუ ეს ის არის ახლა იმად გადაწყვიტეს რომ ვიღაცა იმიტომ რომ იმდა დებილი ზონდერები იყვნენ მახსოვს ერთი ყვიროდა რომ მე იმის კაცი ვარ რომ ვიღაცა ეთყობა ჩანერგილი იყო რა და მე აქ რატო ხარ და მაინც ურტყავდე ნუ ინტელექტთან ვერ იყო კარგად ახლა დალაგებულები და ეს ის არის და ცოტა შეცვლე რა და ეს ის მე ხო მივხვდი ეს ის არის რა ვინცა ვარ ხო მივხვდი რომ მიუხედავად ამისა დაპატიმრეთ მაინც წამიყვანეს იქ და უბრალოდ ვეღარ ჩამსვეს ვეღარსად იმიტომ რომ ბოლოს 6 ავტობუსი ხალხი ჩაგვსვეს და აღარ იყო საქართველოში ბათუმში ყავდა წაყვანი და ლაგოდეხში აღარ იყო საპატიმროები და გაომიშვეს რა და ამით დამთავრდა მაგითაც მახსოვს რომ ბასის ბატონო მალხაზ თქვენ წეღან აგვისტოს ომზე თქვით ასეთი რამ ან მომესმა და ვერ გავიგე და რომ გავიმეოროთ ან დავაზუსტოთ სამხედრო პიარი 2008 წლის აგვისტოს ომს უწოდეთ თუ მე მომესმა შემდეგ ქალბატონინსკი რველზე საუბრობდით არა მე ის თქვი რომ შეიძლებოდა რომ წარმართული იყო ჯანსაღი პიარი თქვათ რაც ხდება ის უნდა გადმოსცეს აი ეს და არა წყვილები რომელსაც შემოსახლეობას ღუპავ და ამის საშუალება თავდაცვის სამინისტროს პრეზიდენტს არ მიეცა უბრალოდ არ მიეცა იმიტომ რომ ნუ სათავეში მოვიდა პოლიტიკური მე პირადად ქალბატონინსკი როლი არსად არ მახსოვს მნიშვნელოვან ადგილებში რომ ჩვენთვის რჩევა მოეცა არ მიუშვეს ეთქვა აქ არის წმინდა სამხედრო არ მიუშვეს მას უნდა მივალო ჟურნალისტს მიაწოდოს ინფორმაცია ხო და არ მიუშვეს არა ნუ არა ჩაულებად ეს პრესცენტრის თანამშრომლები დარბოდნენ და ბევრი კადრი რაც დღეს შემოენახა ქვეყანას კიდე კაი რაღაცა შემოენახა ამის მე უფრო მეცაც ვიტყვი ომის შემდგომ რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ ტყვიაველი მეგობარი ჩამოდის და მეუბნება რომ ტყვიავშიო ქარხანა არისო რაღაც წვენების ქარხანა და რუსები შლიანო და ასაწყობებენო და წამო გადავიღოთო და მაშინ ვითხოვე ნებართვა რა რომ გეხო უნებართოთ რომ წავსულიყავი შეიძლება ამათ დავიჭირე რა და ვითხოვე ნებართვა რომ მეთქი ეს კამერა და ესეთ მასალას მოვიტანდა არაფერთ არ პიარს რო დაუბრუნდეთ თქვენ თუ უსმინეთ ბატონი გოგავას აქ მოსვლას და მის გამოკითხვას კი ბატონო ის მოგვევლინა უნიფორმით კი ბატონო რამდენად სწორია ეს როდესაც აღარ ხარ სამხედრო თანამდებობაზე უნიფორმით პარლამენტში მოსვლა რატო არ მოხვედით იგივე ფორმით ნუ ხა მე რატო არ მოვედი მე აღარ დამჭა უნიფორმა მიუხედავად იმისა ძალიან ბევრი ფორმა მქონდა 25 ფორმა მქონდა მართლა სხვადასხვა დროს ნუ ახალს და ძველს ვინახავდი და გიორგი ხვიჩია ესეთი ძმაკაცი თანამებრძოლი ყავდა რომელიც უკრაინაში თავიდანვე ჩაება და 2014-ში არ იყო უკრაინა ომი რო დაიწყო არ იყო იმდენად უკრაინა მძლავრად რა მაშინ და რო ჩამოვიდა მთხოვა რომ ფორმები უნდა მომცეოდა მეთქი ნუ კაი და არა ყველაო რა რო თქო ერთს დავიდო ყველაო და ნუ ეს ჩექმებიც და ეს 24 ფორმა ორტომარაში გაახვია გიორგიმ და წაიღო და მე მომწერა რომ რა გინდაო ეხა იამაყებო რომ ის ყველაზე მქონდა ნაშიფკა ეს გვარი თოფურია რა და 1-20 უკრაინელების თოფურიები დარბიანო გასაგებია წესი როგორია წესი თქვენ ხო პროფესიონალი ხართ მე არ ვარ და გეკითხებით არა პროფესიონალი პროფესიონალს როგორია წესი ეს ეტიკეტის პროფესიონალი არ ვარ გადათანო თია მე მარტო სამხედრო წესი როგორია როდის გაქვთ უფლება უნიფორმით იაროთ და როდის ნუ ზუსტად ვიცი რომ მაგალითად რესტორნებში და ესეთ სამხედრო ადგილებში არ არის მიზანი შეწონილი ალბათ პარლამენტიც უფრო გასტოკიანი ადამიანებისთვის არის ხა მე შეიძლება ითქვას რომ არა ეტიკეტით ავარ მოსული და ეს მაგრამ ნუ ის რო ფორმა არ ვიცი მიწის აგებული ომის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი დაყელყელაობს უნიფორმით და კითხვებზე პასუხი არ აქვს რომელიც რეალურად სამხედროც არ არის და პოლიციაა თქვენ არ გაიცით ჩემ კითხვას პასუხი დაასვეს თუ არა ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ ამ გამოთქმისთვის პოლიციელები ჯარისკაცებს თავზე და ვანო მერაბიშვილი დაასვეს თუ არა კეზერაშვილის თქვენი მიმართულების მაშინდელი ნაციონალი მინისტრის ლოცვა კურთხევით დაასვეს თუ არა ქართულ ჯარს და ჩვენს გმირებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გირგვლიანის სისხლში ხელგათხრილი ვანო მერაბიშვილი თავზე 2008 წლის აგვისტოს ომში კი თუ არა ეს ქალბატონთია კითხვას სწორად მე რამდენიმე ვარიანტს ხედავ ამ კითხვაში და ვერ ხვდები ბოლომდე რომელს არა მითხარით ვცდები თუ იმას გულისხმობთ რომ სამხედრო შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო უპირატესი მაშინ ამას უბრალოდ დასაბუთებულად ვიტყვი ერთ ფაქტს რომელზეც ვერავინ იყო თუ არა უპირატესი კოდორში სადაც მე მომიწია 2007 წელს ყოფნა სადაც იდგას თავდაცვის სამინისტროს ნაწილი მას ხელმძღვანელობდა გედე მესეს და გვარსაც ვიტყვი აი მე რა
გედემესეს ხელმძღვანელობდა ჯარს, ანუ კოდორში გადაწყვეტილებას არ იღებდა, არა სამხედრო იღებდა, არამედ იღებდა გედემესეს ხელმძღვანელი. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო. ვაიმე რა გვარი იყო ის კაცი არა? შინაგან საქმეთა სამინისტრო სტრუქტურა. მე კონკრეტულს, ანუ ქალბატონთია, აი ზოგადი საუბრები არ მიმაჩნია სწორი, იმიტომ რომ მე ხელი მაქვს მოწონილი ყველა. აი მე რა ზოგადი საუბარი კი არ არის, ეს არის შემაჯამებელი. აი მე ვამბობ რომ ეს რაც ჩემი თვალიდან ზუსტად ვიცი, პირველი პირი იყო ქარჩაიძეს ხო? ქარჩაიძე, კი ბატონო, სხვა შორის არაფერი საწინააღმდეგო ამ ადამიანისადმი არა მაქვს, მაგრამ რეალობა რაც იყო ვამბობ იმას რა. ბატონი გოგავა, რამდენად შესაბამისი კადრი იყო და რამდენად იცის სამხედრო საქმე თქვენი აზრით? ვიცით, ჩემი აზრი არ არის და მას არ დაუმალია და აქ რომ მობძანდა ბატონი გოგავა ბატონ ზაზა რომ მოვიდა აქ პირველი განაცხადა რომ ის უნიკალური გენშტაბის უფროსი იყო მთელ ევროპაში, რომელსაც სამხედრო განათლება არ ჰქონდა. კი, ეს თქვა მან, თქვენც მოისმინეთ. კი ბატონო, ამ უსმენდი და მას ეს ტყუილი არ უთქვია, ეს სიმართლე თქვა, მაგრამ ყველაზე ძალიან თქვა, რაც შემიძლია თქვა, მას და მამუკასაც ეჭირათ პოზიცია, რომ ოღონდ სხვაზე ხელი არ გავიშვიოთ და რაც არ დაუშავებიათ, რაც არ გაუფუჭებიათ, მართლა არ გაუფუჭებიათ, ეხლა მამუკას როგორ უნდა გაეყვანა 1-20 ყავდა დაქვემდებარებაში მოსახლეობა, ხო? ყველაფერი დაიბრალეს თავის თავზე, რომ ნუ რაღაც ესეთი იმით იყვნენ, მე ესე მომეჩვენა რა, რომ მათ უფრო მიაჩნდათ, რომ აი თქვა ყოფილ თანაპარტიელებთან ან ყოფილ თანაგუნდელებთან უფრო ღირსეულად გამოჩენილიყვნენ, ვიდრე და ხშირ შემთხვევაში ისეთი რამეები თქვენ რაც მათ ნამდვილად მე მაგალითად გოგავაზე ვიტყვი ისეთ რამეს, რომ ის 2008-ში 9 აგვისტოს ისეთ ცუდად გილას ვნახე, აი მართლა ცუდად გილას საბრძოლო პოზიციაზე წინა ხაზზე ეს იყო ყვიავსა და უკვე საბრძოლო აი მოედანზე, სადაც ეს გენშტაბის უფროსი არ უნდა ყოფილიყო. ეს უნდა მეკითხა, მე არა პროფესიონალი ხარო ხომ? მაგრამ მე ხავს უსვავ რომ ის არ დამალულო. მაინტერესებს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი გოგავა. თუ სწორად იყო ყველაფერი დაგეგმილი. და აქ რომ ეძველ ბიჭასავით. თუ ყველაფერი მას მიყავდა, როგორც დაიბრალა. და ვერ აღიარა რომ მას დიდად არავინ არაფერს არ ეკითხებოდა და ვანო მერაბიშვილი იყო იქ პირველი ნომერი. რა უნდოდა მას ფრონტის ხაზზე, ეს ასეა პროფესიულად სწორი სამხედრო საქმეში? ნუ არ არის სწორი, ეხლა თქვათ ეს დრო არ არის რომ მეფეები წინ მიდიოდნენ რა, ამ შემთხვევაში მართლა არ არის შემთხვევა, მაგრამ მე კიდევ ვიძახი ის ამერიკელებმა ძალიან მოიწონეს ის გეგმა სახმელეთო შტაბმა, რომელიც სხვაჩოს ისაც თვითონ სტრუქტურა ძალიან სულელურად იყო, გენშტაბიც იყო და სახმელეთო შტაბიც. ხო და ნუ რომლის დაქვემდებარება ფაქტიურად არ ჩანდა, ნუ გენშტაბი რა თქმა უნდა უფრო მეტია ვიდრე სახმელეთო, მაგრამ სახმელეთო შტაბი ბალახაშვილის მიერ გამზადებული გეგმა, ბალახაძის მიერ გამზადებული გეგმა ამერიკელებმა სპეციალისტებმა მოგვიანებით შეაფასეს იდეალურად. რომელიც არ მუშაობდა, იმიტომ რომ გეგმაში ცხინვალთან მიკარებაც კი საერთოდ არ ეწერა. რომელიც გენერალმა გოგავამ არ დაიცვა. ვერ დაიცვა ალბათ. ხო, ვერ დაიცვა ვთქვათ, მაგრამ მისთვის რომ მოგესმინა, ის იყო რაც იყო, მაგრამ არ იყო. და მან ვერ დაიცვა, არ დაიცვა ეს გეგმა და რეალურად ვანო მერაბიშვილმა და სააკაშვილმა და ნუ კეზერაშვილის დახმარებით მართეს ეს ომი პოლიტიკურად და არა სამხედრო წესის შესაბამისად. სწორად ვამბობ ამას? კი, მე უფრო კიდევ ვამბობ სამხედრო ხელმძღვანელობიდან არა და პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან უფრო ცოცხალ ვფიქრობ, რომ ყველა ნაბიჯი და ყველაფერი წინასწარ გათვლილი და გათამაშებული იყო იმდენად, აი არ ვიცი, მე კიდევ ვამბობ ის ფოთის მაგალითი, ის კოდორის მაგალითი, ეს შემთხვევით არ ხდება, კი, არ შეიძლება 500 ჯარისკაცი, ერთ ჯარისკაც არ მოვიდეს აზრად, რომ როდესაც ტოვებს პოზიციებს, იქ მტერს არ დაუტოვო და მოდი ასანც გავკრავ. არ შეიძლება ესეთი. როგორია თქვენი როგორც პროფესიონალის შეფასება შინდისში დატრიალებულ გმირობას და ნუ ტრაგედიას? ნუ ჩემი მეგობრი არის ერთ-ერთი და ის სამი ბიჭი ვინც გადარჩა ჩემი უახლოესი მაგაცის სახში. სამხედრო შეფასებას გეკითხებით, ეს არის ჯარისკაცი, როცა ჩავარდება მტრის პირისპირ, ქართველის წესია, რომ ის თავგანწირვას აჩვენებს. ეს მოხდა იქაც, მაგრამ ამას არ გეკითხებით, ეს ფაქტია და დიდება მათ, მაგრამ რატო მოხდნენ ისინი იქ და რა ხდება? იქ და რა დროს რატო მოხდნენ ისე? არის სწორი კითხვა, იმიტომ რომ ნუ კოორდინირებული მეთაური ხელმძღვანელობა უკვე არ არსებობდა, მართლა მოშლილი იყო. მე უფრო მეცაც ვეტყვი. ალბათ კიდე შინდის ბიჭები, ნუ ძალიან ცნობილი ფაქტია და მე-4 ბრიგადის ბიჭები დაიღუპნენ საერთოდ
რატომ შემოაბრუნეს მეოთხე ბრიგადა, როგორ იცით თქვენ? აი ძალიან ძნელია ეგ გადაწყვეტილება, მე მაგაზე ვისაუბრობ. ძნელია კი არა, მე მხოლოდ ჭორების დონეზე და რა ზუსტად ვიცი, მე კომისიაში ვიყავიო და თან სამხედრო ხარჯი, რაღაცეები, ეგეთი ბრძანებები, რომელიც სიტყვიერი იყო. ანუ მაგას ვეძახი, მაინც ის რა მე ვამბობ ფურცელზე დატანილი ესეთი ბრძანებები არ ჩანს სამწუხაროდ და იქ არის ერთ-ერთი საშინელი ბრძანება, რომ ვიღაც ერთ-ერთ მეთაურს ცოცხალია და დღეს კიდე ერთ ამბავშია, რომელმაც რუსულ ავიაციას შუაზე იმაში ცხინვალში ჯარი მოუწყო და ერთი ბომბით მოხდა იმდენი ბიჭის დაღუპვა. ეს ცალკე ტრაგედია არის კიდე, მაგრამ ეს უმეცრებით მოვიდა. მოწყობა. ჯარის მოწყობა შუა ომის დროს მოუნდა ჯარის მოწყობა გააკეთა. კი ბატონო და ერთი საავიაციო ბომბით ძალიან ბევრი ბიჭი დაიღო, მეოთხე ბრიგადამ ყველაზე საშინელი სისხლი გაიღო და ვიხემძღვანელობდა ამ დროს ხარ გახსოვთ მეოთხე ბრიგადას? მთლიანად ბრიგადას გიგი კალანდაძე, რომელიც მოგვიანებით გენშტაბის უფროსი გახდა. კი. თქვენ ბრძანეთ ესეთი რაღაცა, რომ მაგალითად მეოთხე ბრიგადის ბიჭებსო, როგორც თქვენ ბრძანეთ, მერე რომელიც ჩემი კიდე ერთხელ ბოდის გიხდით ყველას არაკომპეტენტური აზრით ერთ-ერთი ყველაზე უსამართლოდ დაზარალებული გამოვიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან ბრიგადას ვამბობ. ჯერ ერთი გეგმა დაუსახეს, მერე შემოატრიალეს და რეალურად იქ ძალიან დიდი მსხვერპლი, ალბათ თავიდან აცილებადი მსხვერპლი დადგა. ამ ბიჭებსო შემდეგ რეალურად ყველანაირი სოციალური ხელშეწყობა და მორალური ხელშეწყობა მოუშალესო, ეს თქვით, ხო? აგვისტოს ომის მოუშალეს ხელშეწყობა კი არა, ხელფას ვეღარ იღებდნენ. მე ვიძახი დაშჭის რა ზუსტად ვიცი ხა იმ ჯარისკაცების ხო, რა იცით გითხარით მეთქი, თორე საიდან იცით არ პირდაპირ მოიგონეს ესეთი დაშჭის მეთოდი 30, 60, 90, ანუ სიმპათიების მიხედვით უნდა და 30%-იან ხელფასს დაგადებდა, თქვა 3 თვე, 6 თვე, 9 თვე და 6 თვიანს თუ ის რა ქვია. და რატომ დაუშვა ეს გიგი კალანდაძე? არა, ეს მთელ შეიარაღებულ ძალებში ხდებოდა, ეს მარტო მეოთხე ბრიგადაში კი არ ხდებოდა, ეს ყველგან ხდებოდა აბსოლუტურად. მთლიანად, ანუ დაშჭის ახალი მეთოდი მოიგონეს და გონი გეგმა ჰქონდათ, რომ რაღაცა დიდი ხო, მაგრამ მას არ ეთქმოდა თავისი სიტყვა? ნუ ყველგან ერთ კაცზე უძირდებით. ყველგან ხდებოდა გვარდიაშიც, სამხედრო პოლიციაში, აბსოლუტურად ყველგან და ტოტალური იყო ეს. ანუ ეს გახდა, ეს დაშჯა გახდა, ჯარმა მიიღო ტრაფიკინგის სახე მიიღო ჯარმა, ეხა კაზარმებს ზოგიერთი იქ ისეთები იყვნენ სამხედრო პოლიციაში მოყვანილები, რომ კაზარმებს კამერებს ეძახდნენ და რა ქვია, ჯარისკაცები პატიმრები ეგონათ, მართლა ვერ აცხოვებდნენ რა, იქიდან იყვნენ გადმოყვანილები. სხვა შორის მან მოხდა ძალიან საინტერესო რამე, კიდე რომ აი ხა როგორც პარლამენტარებს მინდა რომ თხოვნის სახით ეს შეისმინოთ, იმიტომ რომ ვერავის ვერ შევასმინეთ, ამდენი ხანია, ამდენი წელი გავიდა, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ ამ ეტაპზე, რომელიც ბაჩუ ახალაიას წესით ცხოვრობს და ვიტყვი რა წესია ეს საუბარი. ერთადერთი ძალისმიერი სტრუქტურაა თავდაცვის სამინისტრო, რომლის უფროს ოფიცერთა შემადგენლობას, ეს არის მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი, არ აქვს იარაღის ტარების უფლება, იმის მერე ვთქვათ 45 წლის რო წავა, ის ვერასოდეს ვერ იმუშავებს დაცვის სამსახურში, მას შეიძლება მხოლოდ ყარაულად იმუშაოს. განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სახელმწიფო დაცვიდან, კერძო დაცვის, ყველაფრიდან განსხვავებით, ეხლა თავდაცვის მინისტრს ვკითხოთ, არა, ეგრე არ არის, იმიტომ რომ ირაკლი ყარიბაშვილმა ცადა ამის შეცვლა და გამოსცა რაღაც ბრძანება, მაგრამ რატომღაც საქართველოში ხდება ესე, რომ დღემდე ახალაიას კანონით ცხოვრობთ და ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომ ოფიცერი ამთავრებს მსახურს და მას არ აქვს იარაღის ტარების უფლება, თავდაცვის ოფიცერი, თორე სხვა ძალისმიერ სტრუქტურებზე ეს არ არის ჩვენი პარლამენტის უფლებამოსილება გადავწყვიტოთ ვინ ატაროს იარაღი და არა, ამისთვის კანონი არსებობს, თუმცა რასაც თქვენ ყვებით ლოგიკა ამაში მე ვერ ვხედავ, მაგრამ იქნება აქ სპეციალისტების აზრი, მე არა ვარ ამ საკითხზე. იცით, თავდაცვის დაუშვა კომიტეტის თავმჯდომარეს ვფიქრობ, რომ შეუძლია მინისტრთან ეს თემა გაიაროს და მინისტრის ინფორმაცია აქვს ალბათ როგორ ჩვენთან ეგრე არ არის და ადროს ეგრე არის. ინფორმაციის მიწოდებისთვის რა თქმა უნდა ეს გამოდგება, მაგრამ ჩვენ კომისია ამას ვერ წყვეტს. ბანო მალხაზ, თუ კითხვები არავის არ აქვს, მაშინ დავსვამ ერთ კითხვას და შემდეგ ბატონის ოზარდეს ხდომას დავხურავთ. დღევანდელ ახალგაზრდებს, რომლებიც აპროტესტებენ ქართული ოცნების ხელისუფლების მართვის სტილს. არა და ჩვენ გონია ფაქტებზე დაფუძნებით რეალობა ასეთია, რომ ბიზნა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრებმა, სხვადასხვა და გუნდმა მთლიანად მოახერხა მშვიდობის დაცვა. ხა თქვენ როგორც ღვაწლმოსილი სამხედრო პირი, ვეტერანი,
ალბათ დამეთანხმებით რომ შვიდობაზე უფრო ღირებული არაფერი არ არის. მაინც არის პროტესტი ახალგაზრდების თქვენ ახსენეთ ახალი ჯიში გამოიყვანაო ზოგიერთ ახალგაზრდას პროტესტს ვამბობთ თორე ახლა უმრავლესობა რა თქმა უნდა სწავლობს და შრომობს იმისთვის რომ მომავალი შეიქმნას თავისთვის და სამშობლოს განვითარებაში წვლილი შეიტანოს მაგრამ ის ვინც გარეთ დგას მაინც აპროტესტებს მე ვერ გავიგე და თქვენ ხომ ვერ გაიგეთ რას აპროტესტებენ ნაციონალების ხელში იარაღად ქცეულები ლაზარეები. კი ბატონო, მე იმ ადამიანებზე გავაკეთებ ზოგადად ახალგაზრდებზე არა, იმ ადამიანებზე, რომელიც მართლა ნაციონალურ ფლას წარმოადგენენ და ერთ-ერთზე იმეორებენ, თქვათ, რასაც მოისმენენ, თქვათ, ვიღაც ოდიოზური ნაციონალისგან, აი ამ ჩემი კუთხით ერთ რამეს ვეტყვი და განსხვავებას ვეტყვი, აი ელემენტარულ განსხვავებას ვეტყვი. სააკაშვილის დროს, აი კითხვას დავსვავდეთ, შეიძლება თქვენც არ იცოდეთ რა პენსიას იღებდა დაღუპულის ოჯახი. თუ იცით აი ომში დაიღუპა ბიჭი და რა პენსიას იღებდა, იცით? მაშინ გეტყვით რა არაფერს. გინდა ავარიაში მომკვდარიყო და გინდა არაფერს არის არც ერთი დაღუპულის ოჯახი არ იღებდა. დღეს აქამდე იყო 1000 ლარი და ეხლა მოუმატეს 1200 ლარს იღებს 4000 ოჯახი. უბრალოდ ეს დამოკიდებ მე კიდევ ვიტყვი რა. როდესაც ორი ხელი და ორი ფეხი გაქვს ვეტერანს, ხო? ცოტა უხერხულია, მომხედეთ და მაჭამეთ ცოტა უხერხულია რა. ეხლა დეიჩელზე მეტი პენსია მე ვთვლი რომ არ მეკუთვნის და მამაჩევზე მეტი მიუხედავად იმისა არ უომიათ ერთი აკადემიკოსი იყო, მეორე პედაგოგი და არანაირად არ ვთვლი რომ მე რაღაცა ისეთ გავაკეთე რომ მეტი უნდა მივიღო. უბრალოდ იმათი უპატივცემულობა, მაგრამ როდესაც დაღუპულის ოჯახს ეძღო, რომელიც ვეღარასოდეს ვეღარ დაეხმარება და იმიშვილები ობლად და იმას კაპიკს არ აძლევ რა. აი წარმოიდგინე რა, ამას ხომ უფიქრება უნდა რა, კაპიკს არ აძლევ. აი ამ თითქოს არაფერი რა, ვალდებული იყო, წავიდა, მოკვდა, ვალდებული იყო. იმის მარტო დარჩენილი დედას კაპიკს არ აძლევ, ხო? ესა იყო წარმოუდგენელი რა, ეს სხვაჩოს ქონდა მაშინაც ვიძახოდნენ და საბედნიეროდ გადაწყდა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა და ამას თავი დავანებოთ. აი მაშინ კიდევ ვამბობ რა, აი ისინი არიან პიარ ხელოვნების სპეციალისტები, უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი პიარ ხელ. მაგალითად ხო ერთ-ერთი ყველაზე მძიმეს ვიტყვი რა, სადღაც არ ვიცი ის მართლა მშობელი იყო თუ შავებში ჩაცმული ქალი გამოიყვანეს ყველა არხზე და მე მანდ მინდა მისვლავ და ეგენი რო ყრიან ვეღარ მივდივარო რა. ანუ შეიძლება მართლა დაღუპულის მშობელს ვიღაცას დაუწუწ კითხულობდა ამ ტექსტს რა. აი ყველა ანუ როგორი პიარია რომ ვიღაც აზიზღრები ხრივარ და დაღუპულის დედას არ უშვებთ იქ. ანუ აი წარმოიდგინეთ. ამ ძალიან ძნელია ეხლა რა ამ ახალგაზრდას მე რომ ლაპარაკობ ხო და თუ ვიღაცა მისმენს და ვიცი რომ ბევრი მისმენენ ხო ისეთი პიარი ეჯახება იქ დამხრიდან რომ ისეთი ის რომ აი სამშობლო გავყიდეთ და ევროპულ კურსს უხალატეთ რა. სადა მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე რამდენჯერ ვთქვეთ რუსეთում ყველაზე მომხრევა რაც შეიძლება იქნება ევროინტეგრაცია მალე მოხდეს ხო რაც შესაძლებელია ხა ნატო იმასავით ვიცი რომ ნატო არის ბავშვობაში რომ კოსმონავტობა მინდოდა და დაახლოებით იგივე თემაა და ამიტომ აღარ ვოცნებობ ეგ ციგიჟეებზე რა. ნუ არ გამოვიდა მე 5 წელს ასაკში უკვე ვიცოდი რომ კოსმონავტი ჩემგან არ გამოვიდოდა 4 წელსაც ჯეროდა რა და ეხლა რაღაც ეტაპზე ირაკლი წერეთელთან ერთად მე წყვიროდი რომ ნატოში მინდა, მაგრამ მე რაღაც ეტაპზე რომ გადავიაზრე ხო უნდა დაფიქრდე რომ ეხა ესე მარტივად არ არის შე რო გინდა და რაღაცა და ის რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია, მე პრორუსულს ვერაფერს ვერ ხედავ, მართლა ვიძახი რა, ბევრი საკრიტიკო მაქვს და აი რიარაღზეც კი ვთქვათ რომ ესეთი ოფიცრები ამ დღეში ვართ რომ ძალიან ბევრი შეიძლება ვთქვა, მაგრამ ის რომ რაღაცა სამშობლო კურსს უღალატეთ და სადღაც გადაუხვიდე ეხა გუბასანიკიძის ჭკუაზე უნდა ვიაროთ ხო, რომლის ბოლოს წინა პარტია იყო ბურჟანაძის პარტია და რუსეთთან თუ ვერ დავლაგდით არაფერი არ გამოვა. რატომღაც ვერ იხსენებენ ამას რა. ხო და ეხლა აი ამ სიბინძური ადამიანების აყოლას ურჩევ ამ ახალგაზრდებს, თორე საპროტესტო ძალიან ბევრია და ხშირ შემთხვევაში ამ ახალგაზრდებს ჩემი პატივისცემა, მაგრამ ის რასაც ჩადიან პოლიციელის ცემა ეხლა ის ახალგაზრდა ბიჭები დაჭერილები რო არიან ხო? აი ძალიან მინდა რომ გამოუშვა, მაგრამ ისე კი არ გამოუშვა რომ უდანაშაულოდ უთხოვდა პოლიციას ჯოხს თავში, არა, უდანაშაულოდ პოლიციას ჯოხს ვერ ჩაარტყავ თავში. მინდა უნდა იცოდეს რომ ის ვინ ჯოხი ჩაარტყმევინა ის არის თავარი გარეწარი რა. ამ ბავშვი აღარ არის 21 წლის და 22 წლის ჯოხი ის არის თავარი გარეწარი. აი მინდა უთხრეს მივმართო, ოღონდ გულწრფელად მინდა ის ერთ-ერთზე მინდა მივიდა უჩუჩულო რომ იცი მოდი რა, იქნება სხვა გზას დავადგეთ და თქვათ რომ შენ არ უნდა გაგეკეთებინა ეს რა და სხვა გზას უნდა დავადგეთ და როგორც თქვენ მიუხედავად იმისა რომ უსამართლო ბრძანებას პოლიციელის თქვენ მაშინ დაემორჩილეთ და გმირთა მოედანზე როცა მშვიდობიანად, ზემშვიდობიანად აპროტესტებდით სააკაშვილის რეჟიმის მიერ გმირების სახელების შეურაცხყოფას, მაშინ დაემორჩილეთ პოლიციელს, კარავიც აკეცეთ, ხელი არ დაგიკარებიათ არც ერთი პოლიციელისთვის
მით უმეტეს ამ პირობებში, როდესაც უმძიმეს პირობებში უწევს ჩვენს პოლიციას მუშაობა, პოლიციელს ფეიერვერკი იარაღის სახით არ უნდა დაუპირისპირო, თვალი არ უნდა დაუზიანო და ხელი არ უნდა აღმართოს სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, როცა არის გადამეტების ფაქტები, ესეც დასაგმობია, არც ეს არის კარგი, მაგრამ ისე ვერ იქნება, რომ თურმე პოლიციელი დღეს ვაქციოთ, უნდა ეს ვიღაცების სურვილია ხორცად, საზარბაზნე ხორცად ვიღაცის ფეიერვერკის საპირისპიროდ. სამიზნეში. ბატონი სოზარი იტყვის თავის სათქმელს და შემდეგ სხდომა უნდა დავხუროთ. რამდენი წლის იყავით, როცა ომში წახვედით? 21-ის. 21-ის. გაგიწვიეს? არა, მოხალისეთ წავედი. სწავლობდი იმ დროს თუ? კი, უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი და მანამდე ცხინვალში მიწევდა 90-იანი წლიდან რაღაცა და მე უკვე ოფიციალურად, თუნდაც ბატალიონში, შავნაბადას ბატალიონის წევრი გავხდი. უკვე ეს იყო ივნისში. ეს გაგანია ომი იყო მაშინ ცხინვალში უკვე თუ გახსოვთ სანამ შევარდნაძე აფხაზეთს სანამ დაიწყებოდა შევარდნაძე შევიდა რაღაც იქ მოლაპარაკება და დაალაგდა და ცხინვალში იყო მაშინ ძალიან მძიმე ბრძოლები იყო და სერიოზული ბრძოლები იყო და მონაწილე ვიყავი ჩვეულებრივი ამ ბრძოლების რა. უბრალოდ წეგან თქვენ ლაპარაკობდით რომ რაღაცას პრორუსულს და რაღაცას უწოდებენ და ხელისუფლებას და უბრალოდ იმიტომ გითხეთ რომ ბატონი ზაზა გოგავა რომელიც გენერლობის შემდეგ გახდა ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თქვენზე ერთი წლით პატარა თქვენ რომელი წლიანი ხართ 68-იანი ვარ 68-იანი 69-იანი ისა 71-იანი არის გოგავა ხო ხაჭო ჯარის კაცები იყვნენ პირველი 22 წლის იყო მაშინ რა თქვენზე ერთი 22 წლის იყო მაშინ, როცა ომი დაიწყო აფხაზეთში, სტუდენტი იყო ისიც, მე აქ ვკითხე მას და არ მოსვლია აზრად, რომ წასულიყო ომში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მთავარ სარდალს, ის ამ დროს სწავლობდა კიევში, კგბ-ის სკოლაში და არც მას არ მოსვლია აზრად, რომ სამშობლოს მისი თავი სჭირდებოდა იქ სადაც ერთხელ გაეპარა სხვათაშორისო ომობდა, ერთხელ გაეპარა საუბრისას. აიო ბარამიძე რო ტყვევს ვცლიდაო როგორც ვცლიდა მე მოგიყევით უკვე ბარამიძე მე და ბარამიძე რო ტყვევს ვცლიდითო ნუ ეგ ხო ისეთი ისა რომ ის გასვენებაში მიცვალებული უნდა იყოს და თავარი პირია არ შეუძლია ისე რა და ერთხელ გაეპარა ისო იყო თვითონაც მონაწილე სააკაშვილს უნდა რომ გასვენებაშიც მიცვალებული იყოსო მოდით ამით დავასრულოთ ჩვენი სხდომა ბატონო მალხაზ დიდი მადლობა იმ სამხედრო სამსახურისთვის ბრძოლისთვის რაც თქვენ გაწიეთ მაშინ როცა ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები და ბავშვები ვიყავით თქვენ იბრძოდით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თქვენ რომ მადლობას გიხდით ამით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც იმ წლებში ამ ბრძოლაში იყო ჩართული და ასევე იმ პოლიტიკური საზოგადოებრივი პოზიციებისა და ბრძოლისთვისაც თქვენ დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის და იმედი მაქვს რომ ჩვენს დასკვნაში რომელშიც ცალკე თავი იქნება აგვისტოს ომთან დაკავშირებით რაც სავსებითაც არ გულისხმობს იმას რომ რამდენიმე დღეს შევაფასებთ ეს იყო 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე დაწყებული სააკაშვილის ბატონობისკენ მიმავალი გზა, შემდეგ გიორგი ბარამიძის, ირაკლი ოქრუაშვილის, ბაჩუ ახალაიას, კეზერაშვილის და სხვების მიერ საქართველოს ჯარის შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცების, მათი ოჯახების თავს დატრიალებული უბედურებების კასკადი, რაც მათ გააკეთეს, აი ეს ყველაფერი შეფასდება და იმედი მაქვს რომ ამ შეფასებაში დარწმუნებული ვარ თქვენი დღევანდელი გამოსვლაც თავის წვლილს შეიტანს. დიდი მადლობა. სხდომას დახურულად ვაცხადებ და გთხოვთ გამორთოთ პირდაპირ ეთერი.